მაშ სალამშვიდობისა ყველას, მოგესალმებით ისევ პარაბელუმზე. როგორც ხედავთ, ჩემთან ერთად არის ელ ლანძარა და დღეს საღამოს გესაუბრებით რაღაც განსაკუთრებულზე, რაც შეიძლება ყველას არ იცოდეს 1986 წლის ამერიკულ მისიაზე. ამიტომ საუბრობთ ტეტჩერის და კრაქსის ეპოქაზე, რადგან მაშინ კრაქსიც იყო. არა იმ დროს. ეს შემთხვევითი არ არის, რომ საუბრობთ, ხშირად არ ვიწევს 80-იანი წლების ოპერაციებზე საუბარი. მოკლედ, შეგვიძლია ვიდეოც გავაკეთოთ ფოლკლენდის ომზე და მსგავს თემებზე, მაგრამ არსებობს მთავარი მიზეზი, რატომაც გვინდა დორადო კენიონის ოპერაციაზე საუბარი. რადგან დორადო კენიონის ოპერაცია იმ დროს ჩატარდა, რომელიც ძალიან გავს დღევანდელ სიტუაციას. რა მნიშვნელობით? ეს მისია ხდებოდა მაშინ, როცა ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ბაზების გამოყენებაზე უარი თქვეს და ეს ოპერაცია მიმართული იყო გედაფის წინააღმდეგ. და სხვათა შორის, როგორც ჩანს, იტალიელებმა გედაფიც გააფრთხილეს დაბომბვამდე 30 წუთით ადრე. და ამ ოპერაციის ჩასატარებლად იტალიელებს მართლაც საოცარი ოპერაციის ჩატარება მოუხდათ. მართლაც საოცარი. რატომ საუბრობთ ამაზე დღეს საღამოს? იმიტომ რომ არსებობს ეს უზარმაზარი დებატი. ასე რომ ცოტა ისტორიასაც შევეხოთ და ცოტა თანამედროვეობასაც, არის ეს უზარმაზარი დებატი ამერიკელებს. და ვის აქვს ამ დისკუსიაში უპირატესობა? ბაზები, მუხარები და ასე შემდეგ. ეს ის არის, რასაც ყოველთვის ვამბობდი, როცა ამ კვირაში რადიოში მირეკავდნენ. კვირები ეს მისია აჩვენებს, რომ თუ ამერიკელები ვერ გამოიყენებენ ბაზებს, საქმეები ძალიან რთულდება, მართლა ძალიან. და გაითვალისწინეთ, რომ გედაფი იმ დროს მაინც არ იყო საჰაერო თავდაცვის მხრივ გამორჩეულად ძლიერი და მაინც საჭირო გახდა საკმაოდ სერიოზული ლოგისტიკური ძალისხმევა. პროპორციულად ამერიკული ტანკერების ფლოტი, რომელიც იქნა დამოყენებული, უზარმაზარი იყო იმასთან შედარებით, რაც თლიანობაში ხელმისაწვდომი იყო F-11 არდვარკების მხარდასაჭერად. და ეს მართლაც უზარმაზარი იყო იმასთან შედარებით, რაც თლიანობაში ხელმისაწვდომი იყო F-11 არდვარკების მხარდასაჭერად, რომლებიც ამ სახელს იღებენ ცხოველისგან, რომელსაც ზუსტად ესეთი ფორმის ცხვირი აქვს. დამოიცანით ვინ? სახე ისტორიულად ძირითადად რომელსაც იდეო პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა, ეწოდებოდა კატერპილარია, რათა მიეცათ წარმოდგენა თუ რამდენად ხშირად ავსებდნენ ამერიკელებს საწვავით, 16 ჯერ იმ პერიოდში, რამდენჯერაც ამერიკელები ავსებდნენ. ის არის ფრენაში 16 ჯერ. თუ გავაცნობიერებთ ამ საკითხის მასშტაბს, გთხოვთ ლეონარდო. ზუსტად. სალამშვიდობისა ყველას, გამარჯობა ყველას. მადლობა მირკოს მასპინძლობისთვის. წელს აღინიშნება ოპერაცია ელდორადო კანიონის 40 წლიანი იუბილე, რომელიც გასულ აპრილში იყო. ახლა მაისის ბოლოა 2026 წელი მათთვის, ვინც მომავალში მოგვისმენს. მერე იცით, ცოტა დაგვაგვიანდა ასევე იმ გარემოებების გამო, რაც საერთაშორისო სტრატეგიულმა სიტუაციამ მოგვიტანა და ეხლა უფრო მოდუნებულ პერიოდში ვცხოვრობთ. ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ სწორედაც ვილაპარაკებ მიმდინარე ამბებზე და ეს არის ყველაზე ლამაზი და საინტერესო ნაწილი ისტორიულ თემებზე საუბრისას. ძალიან ხშირად ისტორია მეორდება, რა თქმა უნდა, არა ზუსტად იმავე ფორმით, მაგრამ ის გვაძლევს დაფიქრების საფუძველს იმაზეც, რასაც დღეს ვხედავთ. მაშ, ოპერაცია ელდორადო კანიონი. მე მოვამზადე ეს მოკლე პრეზენტაცია რამდენიმე ფოტოთი, ასევე იმისთვის. რადგან უნდა გავაკეთოთ პატარა მოგზაურობა დროში, ვართ 1986 წელს, ბევრ მათგანს, ვინც გვისმენს, გონი მაშინაც კი არ იყვნენ დაბადებულები. ჩვენ იქ ვიყავით, ბავშვები ვიყავით და ყველაფერი სხვანაირი იყო, 86-ში ჯერ კიდევ ცივი ომი იყო, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირი ბოლო ამოსუნთქვებს აკეთებდა და 3 წლის შემდეგ ბერლინის კედელი დაინგრეოდა. ასე რომ ძალიან განსაკუთრებულ ისტორიულ ეტაპზე ვართ. ამაზე პრეზენტაციის განმავლობაში კიდევ ვისაუბრებთ. 1986 წელი იყო, არც ინტერნეტი, არც მობილური ტელეფონები, ტელეფონზე მხოლოდ სადენით რეკავდნენ და მას ჰქონდა დისკი, ზოგჯერ კიდე ბოქლომიც ედო. ესენი უკვე არსებობდნენ. და ისინი იქნებიან მთავარი მოქმედი პირები ამ ოპერაციის რამდენიმე მთავარი გმირი, F-11-ებთან და სხვა უამრავ თვითმფრინავთან ერთად, რომლებიც ავიაციის ისტორიის ნაწილია. ეს ოპერაცია ავიაციის ისტორიის ნაწილია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ.
1986 წელი 80-იანი წლები შესამჩნევი მუსიკა. იტალია რეგულარულად გადიოდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ზოგჯერ კიდევ იგებდა კიდეც, ამას თითქმის ჩვეულებრივ ამბავთ ვთვლიდით, მაგრამ შენ მართლა იდიოტი ხარ. იდიოტი. მე ვფიქრობ, რომ არიან 15-დან 20 წლამდე ბიჭები, რომლებმაც არასდროს უნახავთ ნაკრების თამაში პირდაპირ ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს საკმაოდ განსაკუთრებულია მაინც. Forza Inter. მე მხოლოდ იმას გეტყვი, რომ როცა მე დავიბადე, იტალია მოიგო. მე ბუნდოვნად მახსოვს 86 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში, ბავშვი ვიყავი, კარგად არ წავიდა, თუმცა კი მართალია, ესენი არიან, კარგი სურათია, გამოკენებული თვითმფრინავები, ასე რომ ცოტაოდენ ჯანსაღ პორნოგრაფიასაც ვაკეთებთ, რაც არასდროს ამნებს. ნახეთ, რამდენი ძველი თაობის თვითმფრინავია, რომლების დღეს აღარ არსებობს. გვაქვს მესამე თაობის თვითმფრინავები, მეოთხე თაობისაც. გვაქვს 18 თავისი პირველი ვერსიით A, გვაქვს A6 ინტრუდერი ელექტრონული ომის ვერსიით, F-ას 11-ები, აი გვაქვს A7-ები, 6 კორსარტი. აი ეს არის F18C ანაუკი, მაგრამ გონი უფრო C-ია. ადრე თუ გვიან იქაც მოგვიწევს ლაივის გაკეთება. F18-ზე ვფიქრობ. რადგან ის მაინც რამდენიმე საზღვაო ავიაციის ძირითადი სამუშაო თვითმფრინავია აშშ-ს საზღვაო ფლოტში. მოგვიწევს ესე რომ ამ თვითმფრინავებზე აქ აღარაფერი დაფრინო. დღეს არის Super Hornet-ი, რომელიც F18-ის გაზრდილი და განახლებული ვერსია, მაგრამ დანარჩენში აქ ნამდვილად მსოფლიო ისტორიის ნაწილში ვართ. კითხვა: ყველა ქვემოთ მოცემული ტანკერია და ტანკერები? პასუხი: არა. არა, აქ არის უამრავი პროულერი, უამრავი კორსაირი, A7 არიან ავაქსები, რა თქმა უნდა არიან არტვარკები, რომლებიც აქ მარტივად შეგიძლიათ ამოიცნოთ, ასევე მარტივად ამოიცნოთ, ხოლ ამოიცნოთ ხორნეტებს. კარგი, ტონკეტი კლასიკა. ეს არ არის შემთხვევითობა, რომ გარდა შეტევითი ბომბდამშენი და სხვა ერთეულებისა, აქ არის უამრავი ერთეული, რომლებიც აკეთებენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჩახშობას. მაგალითად, A6-ები, A6 ინტრუდერი. ბიჭებო, საუბრობთ ვიეტნამის ომის დროინდელ თვითმფრინავებზე. თუ რომელიმე ისტორიულ ფილმს უყურებთ ვიეტნამზე, ნახავთ F-ას 105-ებს, F-ას 101-ებს და ცოტამ თუ იცის, რომ F14-იც ცოტა გამოჩნდა. ვიეტნამის ომში მას რამდენიმე ფრენა შეასრულებინეს, მაგრამ ცოტა რამ, შემდეგ ომი დასრულდა. F18-ები გამოჩნდნენ 80-იანი წლების დასაწყისში, A6 კი, როგორც მახსოვს, 90-იანი წლების დასაწყისში მოხსნეს. თვითმფრინავი, რომელმაც ჩერნისის საბაგიროს თოკი გაჭრა, A6 იყო თუ A6B. არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო ელექტრონული ომის ვერსია. ასე რომ, ჩერნისის ტრაგედია გამოიწვია A6-მა, რომელიც ძალიან დაბლა დაფრინავდა. ხოჩახ, ვინტერ, აი ხედავ, ეს EA6 იყო და ასე მოხდა. მე ახლომდებარე ხეობაში ვიყავი სხვათა შორის, მაშინ ბიჭი ვიყავი. მახსოვს ეს. ისევე როგორც მახსოვს, რომ ტრენტინოში და ვენეტოში ყოველდღე ნებისმიერი ხეობის თავზე დაფრინავდნენ. ჩერნისის ტრაგედიის შემდეგ აღარაფერი გვინახავს, ასე რომ ეს ნამდვილად სამწუხაროა. კარგი, მაშინ ეხლა ჩვენ ვართ 80-იან წლებში, მსოფლიო იცვლება, ამას არავინ იცის და საერთაშორისო მდგომარეობა სრულიად განსხვავებული. მაშ, რატომ უნდა ვისაუბროთ ელდორადო რივერზე? იმიტომ რომ ეს არის ცივი ომის დასასრულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. შეერთებულ შტატებში ყავს რონალდ რეიგანი და ლიბიაში მუამარ კადაფი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და შემდეგ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. სინამდვილეში ელდორადო რივერი არის ოპერაცია, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ დაიწყო. კენია არა, რივერი, კანიონი კი, მე ზოგჯერ შემთხვევით რივერი გამონდის. მაპატიეთ, ელდორადო კანიონი, ანტიტერორისტული ოპერაცია. ტერორიზმი არ დაბადებულა, კარგი, ტერორიზმი 11 სექტემბრით არ დაწყებულა. პალესტინის მხარდამჭერი ანტიისრაელური, ანტიდასავლური ტერორიზმი არსებობდა 70-იან და 80-იან წლებში. ასე რომ ეს ბინ ლადენის გამოგონება არ არის. და ეს არ ყოფილა პასუხი ყოველ შემთხვევაში. არ მინდა თქვა როგორც საბაბი, როგორც გამართლება ან დასაბუთება.
ეს იყო, სწორედ ეს იყო ჩემი, რომ უკვე მომისმენია მაგრამ არა მაინც. აქ ჯერ სინჯარები არ ტრიალებდნენ, ანუ თქვათ რომ მასხარა დაგდება, ან სულელურად მოთხოვება გარკვეულ ზღვრამდე მიდიოდა. სხვათა შორის ნახე ბოლო დროს ერთი შესანიშნავი შორტი ტრიალებს, რომელიც ორ ამერიკელს აქვს გაკეთებული, სადაც თითქოს ვიქტორინა, ხო? და ის ამბობს, ამაზეც ლაპარაკობენ, ამბობს არა ანტიტერორისტული ოპერაცია. რა თქმა უნდა. ომია თუ არა ომი, ხო? ეს ცოტა გავს დუჩიოს ან არა დუჩიოს, იმას რასაც დუჩიო აკეთებდა. და ყოველ ჯერზე, როცა ის ამბობდა ომი არა, ეს არის უშიშროების საბჭოს ქმედება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ომი თუ არა ომი. საბოლოოდ პრაქტიკულად არასდროს ხერხდებოდა ტერმინი ომის გამოყენება. ყოველთვის რაღაც სხვა იყო, სხვანაირად დამალული. და ეს ახლა არ დაწყებულა, ანუ 80-იანი წლებიდან. დანიო, თქვათ, შემდეგ 90-იან წლებში იყო ბევრი ჰუმანიტარული ჩარევა, ჰუმანიტარული ომები, რომ თუ ჰუმანიტარული ომები უნდა გეწარმოებინა, მსოფლიოს 4-ვე კუთხეში გიწევდა ბრძო. მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ გარკვეულ შერჩეულ ადგილებში. ანუ ზოგიერთი ბოროტმოქმედის წინააღმდეგ ხდებოდა, სხვების წინააღმდეგ კი არა. აქ სტრუბალე 45, სტრუბალე 45, 66, 63. იკითხა თუ რიდისტატიდან ავირეთ მაგალითი, მაგრამ ბევრმა ისაუბრა ელდორადო კანიონის შესახებ. არა, მე წყაროებში გულწრფელად რო თქვა, რიდისტატია წყაროებში გულწრფელად რო თქვა, საერთოდ ვერ ვიპოვე. The Aviationist say Civil Space in Parabellum, სხვადასხვა The Operation Room, YouTube-ზე იმ დროის ვიდეოები, დოკუმენტურები და მსგავსი მასალები. მაგრამ აპრილში ბევრმა ამაზე ისაუბრა, რადგან სწორედ მე-40 წლის თავი იყო. და ის ფაქტი, რომ მე ეს უკვე მქონდა ნაფიქრი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამაზე დღესაც საუბრობენ, 40 წლის შემდეგაც კი, ნიშნავს, რომ ელდორადო კანიონმა რაღაც კვალს ნამდვილად დატოვა. და სწორედ ამას გიამბობთ ამ საღამოს. და ოპერაციული, სტრატეგიული, პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისითაც. ოპერაციული თვალსაზრისით ეს იყო გამორჩეული მისია, რადგან აშშ-ის საჰაერო ძალების F-ის 111-ები გაერთიანებული სამეფოდან აფრინდნენ და ათასობით კილომეტრი უნდა გაევლოთ. დიახ. იმიტომ რომ მე ძალიან წინ გადადიხარ. აუხსნათ, რატომ გადაწყვიტა რონალდ რეიგანმა ამ ოპერაციის ჩატარება, ასე ვთქვათ, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება, რადგან იყო დიდი ტერაქტი, რომელსაც მუამარ გადაფი აფინანსებდა. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ოფიციალური ვერსია, მე აღარ დამიძებნია მართლა იყო თუ არა დაკავშირებული. ბერლინის ერთ-ერთ დისკოთეკაში რეიგანი ითხოვს ევროპული ბაზების გამოყენებას. პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც დადებითად პასუხობს, ინგლისელები არიან, ამიტომაც გაჩვენებთ, რადგან რუკები არ ქონდა ჩასმული, აი ეს Operation Room-დან ავიღე, ნებართვა, რადგან რუკები არ ქონდა ჩასმული, აი ეს Operation Room-დან ავიღე. ორიგინალური გეგმა უფრო მარტივი იყო, უბრალოდ ინგლისიდან ერთ-ერთი ბაზის გამოყენება იტალიაში, საფრანგეთში ან ესპანეთში, რათა დართმა მიეტანათ. ამის ნაცვლად აქ უფრო გრძელი გამოყო. და ეს რთულია, რადგან 80-იან წლებში გედაფის ლიბია ერთ-ერთად ითვლებოდა მსოფლიოში ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად. საკითხი რთულია, რადგან 70-იან 80-იან წლებში მუამარ გედაფის ლიბია ერთ-ერთ მთავარ მსოფლიო სპონსორად ითვლებოდა ტერორიზმის. იმ დროის ბოროტები იყვნენ, მაგალითად ირანში გედაფი სადამი ჯერ არა, პირიქით სადამი თითქოს კარგიც კი იყო, რადგან აიათოლების ირანს ებრძოდა. დღევანდელი ის რაც დღესაც არსებობს, კასტრო, ფიდელ კასტრო, ტელეკომუნისტური ბლოკი, ვარშავის პაქტი, ესენი იყვნენ ბოროტები დასავლური სამყაროსთვის. გადაფასდება გედაფი 11 სექტემბრის შემდეგ, რადგან ის 180 გრადუსით შეიცვლის პოზიციას და დისტანცირდება ბინ ლადენისა და მისი მხარდამჭერებისგან. ამ პერიოდში გედაფი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფიგურაა დასავლეთში. 79 წელს გედაფიმ აიღო ხელისუფლება დასავლეთის მოყვარული მონარქიის დამხობით, რომელიც 50-იანი წლებიდან მართავდა ქვეყანას და პირველი რაც გააკეთა იყო, რომ სრულიად საპირისპირო გზა ირჩია. მონარქია დასავლეთის მოყვარული იყო, გედაფი კი საბჭოთა კავშირის მხარდამჭერი გახდა, რათა განსხვავება ეჩვენებინა, მაგრამ ეს ბევრგან გვინახავს. მართალია ეს თუ არა. სურს რომ ლიბიის წარსულთან განსხვავება აჩვენოს. და ქმნის პანარაბულ, ანტიდასავლურ, ძალიან რადიკალურ პოლიტიკურ სისტემას და ხარს უჭერს ნახევარი მსოფლიოს რევოლუციურ მოძრაობებს, რომლებიც შემდეგ ზიანსად და მსხვერპლს იწვევს. საბჭოთა კავშირი, რა თქმა უნდა, მას აფინანსებს, მაგრამ აქაც გონივრულად
გადაფი ითვლება გაუწონასწორებელ ადამიანად, არასანდო ფიგურად, მაგრამ ის სასარგებლოა, რადგან არასტაბილურობას ქმნის ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ნატოსა და დასავლეთში. ასე რომ ის სასარგებლოა. და მას აწვდიან მიგის გამანადგურებლებს. მიგოცი 1, მიგოცი 3 და მიგოცი 5. ანუ იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ და ღირსეულ თვითმფრინავებს, ომდამშენებსაც კი მაგალითად TU-22. და დიდი რაოდენობით საერთო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის SA-2, SA-3, SA-5 და SA-6 ტანკებს, საზღვაო ერთეულებს. ილიუშინ 66 მესტენდებთან, ილიუშინ 66 ილიუშინ 66 სატრანსპორტო თვითმფრინავები და პერსონალი, ცნობილი საბჭოთა სამხედრო მრჩევლები, რომლებიც არა მხოლოდ სურთმიდნენ, არამედ სავარაუდოდ მართავდნენაც, მაგალითად ანტისაერო ბატარეებს. ამიტომ ურთიერთობები კარგია, მაგრამ ისინი არასდროს არის ისეთივე კარგი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირსა და კუბას შორის, მაგალითად. რატო? იმიტომ რომ გედაფის არანაირი სურვილი არ აქვს მარქსისტულ-ლენინისტური რეჟიმის დამყარების. მაგრამ აქ უკვე ოპერაციებს უკვე სერიოზულად წინასწარ ვამხეთ. არაფერს არ თქვა, ნახოთ იციან თუ არა რა არის ეს. შენ გააგრძელე თქვენ? გავაგრძელებ და არ ვლაპარაკებ, კარგი. მაშ გედაფი ზუსტად ისეთი მჭიდრო მოკავშირე არ არის, როგორც სხვა სუფთა სოციალისტური ქვეყნები. ეს მოსახერხებელი. ასევე გედაფის სულელი არ იყო. ის ცდილობს ორიზე სახელმწიფო ერთმანეთს დაუპირისპიროს. რათა საბჭოთა კავშირისგან სასურველი რამეები მიიღოს, მაგალითად შეიარაღება, პოლიტიკური მნიშვნელობა, მხარდაჭერა, მაგრამ ძირითადად გედაფი ნამდვილი პროსაბჭოთა არს თვითონ არის. მას უბრალოდ ასე აწობს. ამიტომ საბჭოთა კავშირი და ლიბია ერთმანეთს აწყობთ, ერთმანეთს უჭერენ მხარს დასავლური მტრის წინააღმდეგ. როგორც ყოველთვის, ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია. კარგი. მაშინ როცა მირკო უკვე ყველაფერს წინასწარ ამბობს და შეგვიძლია აქვე დავასრულოთ, რადგან უკვე მიხვდით, მაგრამ დავამთავრებ, 80-იან წლებში სიტუაცია რთულდება, იმიტომ რომ რეიგანი ხო უცებ უბრალოდ არ ესამის თავს. ეს მოვლენების ესკალაცია. და გედაფიც თავის ცოლინს შეაქვს, რადგან 80-იანი წლების დასაწყისში, უბრალოდ 73-ში გახსოვთ სირტეს ყურე. შეგიძლია ისევ ჩართო რუკა ეხლანდელი. იმედია გაჩვენებთ. სირტეს ყურე არის ის დიდი ყურე, რომელიც ლიბიას აქვს თავის სანაპიროზე. აი ეს არის. საერთაშორისო ნორმების გამო ტერიტორიული მილის მიღმა, სირტეს ყურე ტერიტორიული წყლების მიღმა თავისუფალი ნაოსნობის ზონა. ამის ნაცვლად 73 წელს მუამარ კადაფი აცხადებს ეგრეთ წოდებული სიკვდილის ხაზს. ის ხაზსავლებს ყურის ორ მხარეს შორის და ამბობს, რომ რაც ამ ხაზის ქვემოთა ლიბიის ტერიტორიული წყლებია. ვინც შევა, შედეგებს მიიღებს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის, საზღვაო სამართლის, ანკლოსის და სხვა ნორმების უგულებელყოფით. და შეერთებული შტატები, აი კარგი რა ლამაზია უზია, არ შემუჩნევია. რა თქმა უნდა, ეს ამბავი შეერთებულ შტატებს არ მოსწონს. აი ხედავთ, მწვანე ხაზია ლიბიის ტერიტორიული წყლები, რომლებიც მიყვება არასდროს მახსოვს 12 მილია თუ 24 მილია სანაპიროდან. ამიტომ თეორიულად რაც ამ მწვანე ხაზის გარეთაა თავისუფალი ნაოსნობის ზონა. მუამარ კადაფის აზრით არა. ეს ისეა თითქოს ჩვენ, მან ზუსტად ზღვის მონაკვეთი მიითვისა საკუთარი ექსკლუზიური სარგებლობისთვის. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები, ისევე როგორც დღეს, ესეთ რაღაცებს არ ითმეს. და იწყებენ ფონოფების, ანუ ნავიგაციის თავისუფლების ოპერაციების განხორციელებას, ეს არის ოპერაციები ნავიგაციის თავისუფლებისთვის. რას წარმოადგენს ეს? დღესაც ვხედავთ მსგავს ოპერაციებს წყნარ ოკეანეში მაგალითად. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამას აკეთებენ. თუ გახსოვს, მე-19 საუკუნეში იგივე გააკეთეს მეკობრეების წინააღმდეგ, ვინ იყვნენ ისინი? ბერბერები, მავრები. არ მახსოვს. ამერიკის პირველი საერთაშორისო მონაწილეობა ხმელთაშუა ზღვაში იყო ოპერაცია, იქ შვედეთის გემიც იყო თუ არ ვცდები. ეს იყო ოპერაცია ტუნისის სანაპიროებზე მეკობრეობის წინააღმდეგ. ტუნისში იყო. ბერბერები ხო, სწორია, ვინტერ. ბერბერი მეკობრეები. ტუნისში იყო, მაგრამ ამას ახლაც აკეთებენ. მაგალითად, როცა წყნარ ოკეანეში ჩინეთი იწყებს საუბარს, რომ ეს კუნძულები ჩემიაო,
ეს ტერიტორია ჩემიაო. მიდიხარ და ატარებ იქ 2B-52 ძალიან ფლოტს. და მნიშვნელობა ასეთია. მე აქ გავდივარ, თუ გინდა შემიტიო, იმიტომ რომ მართლა გონია ეს წყლები შენია, აბა სცად. ანუ ეს არის თამაში, ვისაც უფრო დიდი ჯოხი აქვს, ეს არის ფონოპები, ეს არის რონალდ რეიგანი. რატო მოუვიდა რონალდ რეიგანს თავში, რომ ეს გაეკეთებინა? ანუ რატო არ შეუძლია სხვაგან გაიხედოს და მშვიდად უყუროს, რას აკეთებს საბჭოთა კავშირი? აქ პოლიტიკური საკითხია. რეიგანი აკრიტიკებდა კარტერის ადმინისტრაციას, ან წინა ხელისუფლებას, რომ ისინი სუსტები იყვნენ. განსაკუთრებით ირანში, ისლამური რევოლუციის მიმართებაში, მან კარტერი დაადანაშაულა იმაში, რომ მან საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და რომ რეაგირება მოეხდიო. რა თქმა უნდა, როგორც ხშირად ვამბობთ, აქ პარაბელუმში, თუ შენ მუქარას გამოთქვამ, თუ რაღაცებს ამბობ, მერე საქმეებითაც უნდა დაადასტურო, თორე უბრალოდ ხბედობ. აბა რას აკეთებს რეიგანი? იმას აკეთებს, რასაც ამბობს. უფრო მეტად მისი სიმტკიცე. ამას ვხედავთ ხმელთაშუა ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის ოპერაციების შემთხვევაში. მაგრამ ასევე ვხედავთ ამას B1-თან დაკავშირებითაც. თუ ნახავთ ჩვენს პირდაპირ ეთერს B1-ზე, რომელიც აქვე ჩავატარეთ, გაიგებთ, რომ B1 რამდენჯერმე მოკვდა და აღდგა. მისი ბოლო მეორე აღდგენის მიზეზი ის არის, რომ რეიგანს მისი დაბრუნება სურს. შეცვლილი, რათა აჩვენონ, რომ შეერთებული შტატები ფხიზლადაა, მზადაა და შეიარაღებულია. და ისინი არაფერს არ გაატარებენ, ამას გააკეთებენ ამ განსაკუთრებით ინოვაციური და ლამაზი თვითმფრინავით, როგორიცაა B1 კარგი. ამიტომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ნარატივია, რომელსაც თავისი ასახვა აქვს სტრატეგიულ სფეროში, როგორც ეს საკმაოდ ნორმალურია სუპერსახელმწიფოსთვის. შემდეგ ეს შეიძლება მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს. შეიძლება მეთანხმებოდეთ ან არა, მაგრამ ასეა. გმადლობ ფალკონე, სასიამოვნოა. მადლობა. ამ ეტაპზე უკვე სრულად ვართ 80-იან წლებში, 1991 წელია და რა ხდება? გზავნიან USS Nimitz თავისი საბრძოლო ჯგუფით სირტის ყურის მახლობლად, საერთაშორისო წყლებში, სულთნის ჩასატარებლად. შენიშნად, ავიამზიდის საბრძოლო ჯგუფი, არა ავიამზიდის შეტევის ჯგუფი, რადგან ცივი ომის დროს უფრო ხშირად იყენებდნენ ტერმინს ავიამზიდის საბრძოლო ჯგუფი. დღეს ავიამზიდის შეტევის ჯგუფი ცივი ომის დროს აქცენტი კეთდებოდა ბრძოლაზე, რადგან ელოდებოდნენ დაპირისპირებულ ძალებს შორის ბრძოლას. ამიტომაც ეწოდებოდა ავიამზიდის საბრძოლო ჯგუფი. დღეს აქცენტი კეთდება შეტევის დათქმის შესაძლებლობებზე. ეს მცირე განსხვავებაა, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ საუბრობენ ავიამზიდის დათქმის ჯგუფზე, ხოლო ცივი ომის დროს ავიამზიდის საბრძოლო ჯგუფზე. ასე რომ ეს შეცდომა არ არის. არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. რადგან საბოლოოდ ეს საკმაოდ მცირე ოპერაცია, თუ არ ჩავთვლით საჰაერო ხიდს, ბევრად უფრო შეზღუდული ძალების წინააღმდეგ ვიდრე ირანის შემთხვევაში. და მაინც საბოლოოდ თუ დავაკვირდებით, მონაწილეობდნენ ესე თუ ისე ძირითადად 2 ავიამზიდი, მაგრამ ესე ვთქვათ კიდევ ერთი მესამე. ამიტომ როცა ვიხილეთ ირანზე თავდასხმა, რომელიც 2 ავიამზიდს ჩაატარეს, მართალია იმ დროის ავიამზიდებს ნაკლები შესაძლებლობები ჰქონდათ ვიდრე ამათ, მაგრამ ისინი მაინც ესე შორს არ არიან, ესე ვთქვათ 80-იანი წლების ავიამზიდებისგან. იქ ხარ, დღეს 70 იქნება, დღეს 70-დან 75-ს მოიტან, მაგრამ ნიმიცის კლასის ხომალდები დღესაც არსებობს, ისინიც, რომლებიც მაშინ იყვნენ. შესაძლოა მაშინ 60-დან 65 იყო. უკვე. დაი. ჩვენ ამას ვაკეთებთ. და საერთოდ 70 და 75 საბრძოლო თვითმფრინავის ქვეყნის სანაპიროებთან მიყვანას თავისი მნიშვნელობა აქვს. სოფლიოში ბევრი ავიაცია არ არის, რომელსაც 70 საბრძოლო თვითმფრინავი აქვს მზად გამოსაყენებლად. და შენ ისინი გარეთ ხვდება, შენ სანაპიროებთან. როგორც ჩვენ ავხსენით წყნარი ოკეანის შესანიშნავ წიგნში, ავიამზიდებს ასევე აქვთ ოპერატიული და სტრატეგიული ზეწოლის ფუნქცია. საერთოდ წყნარი ოკეანის წიგნი დიდი წარმატებაა, ეს თქვენ შეგიცხეთ ხელი, მადლობას გიხდით, ყველას მადლობა. კარგი, ეს ოპერაცია სხვათა შორის 1986 წელს, როგორც ვინტერი სწორად ამბობს, გამოვიდა ფილმი Top Gun-ი, მაგრამ Top Gun-ი ძალიან დაეხადნა 91 წლის მოვლენებს.
რადგან ეს იყო პირველი საჰაერო ბრძოლა, სადაც F-14 ტონკეტმა პირველი ჩამოგდება განახორციელა. ანუ ტონკეტი. თავისი საბრძოლო ნათლობა მან 91-ში მიიღო. ამიტომ 86-ში ძალიან ხშირად მეორდება ის დაპირისპირება. რა ხდება? სავარჯიშოები სირტეს ხურის მიდამოებში და ლიბია აგზავნის სუხოი Su-22 თვითმფრინავებს ამერიკულ ფლოტთან. ხდება დაპირისპირება. ორი F-14 ტონკეტით, ჯერ კიდევ გვაქვს F-14A ვერსია, პირველები ისვრიან ლიბიელები, AA2 ატომის ტიპის რაკეტებით. ატოლი აცდენს, ერთი ან ორი რაკეტა იყო, აღარ მახსოვს, მაგრამ სამიზნეში ტონკეტებიც პასუხობენ. და ფინალი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ასევე ჩანს, რომ ამ ოპერაციებისთვის ტონკეტები ფენიქსის რაკეტებით არ დაფრინავდნენ. ესენი არიან ეს რაკეტები. ეს შორმანძილზე მოქმედი რაკეტები იმ დროის ამრამები იყო 160-დან 180 კილომეტრამდე სიშორით. მათ ჰქონდათ სიშორე, რომელიც იმ დროისთვის შთამბეჭდავი იყო. ძალიან ძვირი ღილდა ეს რაკეტები. არ ღილდა ამ რაკეტების დახარჯვა ორი ლიბიური გამანადგურებლის ჩამოსაგდებად. ეს რაკეტები შეიქმნა იმისთვის, რომ დიდი მანძილიდან საბჭოთა ბომბდამშენები და მათი გაშვებული რაკეტები ჩამოეგდო. ცნობილი AS-4 კიჩენები, რომლებიც სამწუხაროდ ბოლო წლებში უკრაინაში კვლავ ვიხილეთ გამოყენებული. ამგვარად ტონკეტმა თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა და ასე გააგრძელა. სხვათა შორის, თუ გინდა ფოტო ჩასვა, მე-13 გვერდზე, სწორედ ეს ორი არის. ეს არის იმ ეპოქის ტიპური განლაგება, ცენტრში K10 ექსტენდერით, რომელიც ჰაერში ავსებს საწვავს, ესენი იქნებიან F-18 და F-14. ესენი არიან შავი თუზები, რომლებმაც ტონკეტს პირველი ორი გამარჯვება მოუტანეს. ტონკეტი საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა 80-იან წლებში. შემდეგაც კარგად იმუშავა და შემდეგ უკვე შემდეგი სურათი კი Su-22 ფიტერია, აი ის აქ არის. ესენი ჯერ კიდევ არსებობს პოლონეთში, ან ცოტა ხნის წინ მოხსნეს ექსპლუატაციიდან. ეს საკმაოდ ძველი თვითმფრინავია, ძალიან განსაკუთრებული მცვალებადი გეომეტრიის ფრთებით, მაგრამ მართლაც განსაკუთრებულია. კარგი, როგორც არ უნდა იყოს, ცუდად ამთავრებენ. კარგი, შემდეგი თავი სწორედ 1986 წელს. ასე რომ 91-ში ძრავებს ათფობენ პირველი შეხლა შემოხლით, მაგრამ იქვე ჩერდებიან. 86-ში მე-6 ფლოტი, 3 ავიამზიდით, სარატოგა, კორალსი და ამერიკა აგრძელებს ლიბიაზე ზეწოლას და სიკვდილის ხაზს ეწინააღმდეგება. ლიბია პასუხობს მიცახაერი ტიპის რაკეტებით, დავივიწყოთ ანტიგემის ან ბალისტიკური რაკეტები, ეგ არ მოინტერესებს, მიცახაერი რაკეტებიან. განსაკუთრებით ესეი ხუთები, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოქმედების რადიუსი ჰქონდათ, ამერიკულ თვითმფრინავებზე შეტევას ცდილობენ. არაფერი. გაგზავნიან 2 ლიბიურ MiG-25-ს, ამჯერად მათ აჩერებენ 2 F-14, მაგრამ არაფერი ხდება, რადგან არც ერთი არ ისვრის პირველად. არის ცოტა რადარის ჩაკეტვის თამაშები და ასე შემდეგ, მაგრამ MiG-25 ვერ უძლებს F-14-ის მოკლე დისტანციაზე. მოტორს აზიანებენ და გარბიან, MiG-25-ს არაფერი მოსდის, ისინი ცუდ მდგომარეობაში არიან და გარბიან. მეორე დღეს ამერიკელების მცირე სადამსჯელო რეიდი ლიბიის საზემიტო სარაკეტო ბატარეებსა და საზღვაო საშუალებებზე. თქვენ გამომიგზავნეთ სახმელეთო საჰაერო რაკეტები და მე ისინი გაგინადგურეთ. თქვათ, ეს არის კლასიკური პროპორციული პასუხი იმის გასახსენებლად, ვინ არის უფროსი. მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა იწყებს გაუარესებას. სხვათა შორის, შემდეგ სურათზე ჩანს ლამაზი ფოტო MiG-25-ის, რომელიც არის MiG-31-ის ძველი, ოდნავ პატარა ძმა, რომელსაც დღეს ვხედავთ, როგორ უშვებს კინჟალს უკრაინის წინააღმდეგ. შეხედეთ ამ ძრავებს. ძალიან სწრაფია. მიფრინავდა MAH-3-ზე, უფრო მეტიც MAH-3-ზე იზე მეტი, ანუ 3 წერტილზე. სწრაფი მიფრინავდა MAH-3-ზე. და მე ალბათ უნდა გადაგეგდო, მაგრამ მაინც MAH-3-ზე მეტი იყო, ანუ 3 წერტილზე. რაღაც ასეთი. როგორც ჩანს, აღწევდა 3.1-ის, 3.2-ის, მას შემდეგ რაც ძრავი იბლოკებოდა და იწვებოდა. მინდოდა აღუნიშნო, კი, მაგრამ ხომალდის გარშემო ძალიან შეეშინდათ, რადგან ხედავდნენ დაცქევრილ თვითმფრინავებს და არ იცოდნენ, რომ როგორც კი დაეშვებოდი, ყველაფერს დადათრით. ფიქრობდნენ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ ამას შევეწინააღმდეგოთ, ხო, ასე.
ამ ამბავს. მან ავიაციის განვითარების უზარმაზარი აჩქარება მოიტანა, ხო ასე. 15 კმიანი აჩქარება მოიტანა. პირდაპირ ხაზზე იმ სიჩქარით მიდიოდნენ. ხო, საკმარისია. და საკმარისია. მინდოდა კიდევ რამდენიმე დეტალი დამემატებინა იმის შესახებ თუ როგორ მივიდნენ იმ სანაპიროებზე, რადგან ეს საოცარი საჰაერო ხიდი მართლაც ძალიან რთული ოპერაცია იყო. წარმოიდგინეთ, რომ ისინი ინგლისიდან ლეიკენჰითის ბაზიდან გავიდნენ ყველანი ერთად ერთმანეთთან ახლოს მიფრინავდნენ, რომ რადარზე კვალი დაიფარათ. რადგან ინგლისელი და საერთაშორისო ჟურნალისტები უკვე ეჭობდნენ, რომ რაღაც ხდებოდა და თავს არ ანებებდნენ. იტალიელებიც ასე მოიქცნენ, როცა ამერიკული ავიამზიდების მისვლა დაინახეს, რომლებიც თუ არ ვცდები, მანამდე იტალიაშიც გაჩერდნენ. ასე რომ ეჭობდნენ, ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რაც ხდებოდა, ესე რომ დასამალი თითქოს არაფერი იყო. ამერიკელებმა აირჩიეს ეს ძალიან გრძელი მარშრუტი, რომელიც ბისკაის ყურეს ხდება, სწორედ იმისთვის, რომ არავის დაენახათ. და ჩაატარეს უამრავი საწვავით შევსების ოპერაცია. და აქ ტექნიკური რაღაცის თქვა შეიძლება. F-111-ებს არ აქვთ ავტომატური ან მართვადი მიერთების სისტემა საწვავის შევსებისას. ამიტომ პილოტებს თვითმფრინავები ხელით უნდა დაეჭირათ სწორად. და რადგანაც მათ ბევრჯერ მოუწიათ შეჩერება, ბევრი მოგონება იყო, უყურე რამდენიმე დოკუმენტურ ფილმს მოგონებებზე, სადაც ამბობდნენ, რომ პილოტები მისიის დაწყებამდე უკვე დაღლილები იყვნენ. ხალხი ამბობდა, რომ ხელებს ვეღარ ბრძნობდნენ, იმდენჯერ უწევდათ თვითმფრინავის მართვა. ზოგიერთებმა ვერ შეძლეს საწვავის შევსება როგორც ამ ეტაპზე და მოუწიათ უკან დაბრუნება, ასევე ვნახავთ ზოგად პრობლემებსაც. შემდეგ ამასაც ვნახავთ ერთს ესპანეთში მოუწია დაჯდომა, ზოგიერთებს ელექტრონულ პოდებთან ჰქონდათ პრობლემები, ზოგიერთებმა ბომბები ადრე უნდა ჩამოეგდოთ, მოკლედ იყო რამდენიმე პრობლემა. მრავალმა საერთოდ არ ჩამოაგდო. მრავალმა საერთოდ არ ჩამოაგდო, იყო ტექნიკური პრობლემებიც, აი ეს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საბოლოოდ ჰაერში დაახლოებით 20-მდე F-111 იყო, ასევე 27 KC-10 და KC-135. ასე რომ პრაქტიკულად თითო თვითმფრინავზე ერთი ტანკერი მოდიოდა. დიახ. შენ ყველაფერს წინას არ ამხელ როგორც ჩანს. არა, მე ეს კარგად გამომდის, დიახ. დიახ. მაშინ მე წავალ. არა, იმიტომ რომ ყველაფერი ქრონოლოგიურად უნდა მიყვეს. შენ უკვე შეტევის ეტაპზე ხარ. შეტევას. ედინა მაგრამ ჩვენ აქ ვართ სალაპარაკოთ. არავინ გვისმენს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ სალაპარაკოთ. მე ეს სახალისოა, აქედან იქით გადავდივართ, მაგრამ სახალისოა, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვერთობით ამ ყველაფრის კეთებით. ასე რომ ვერთობით. კარგი. როგორც ვამბობდი, 86-ში როცა ეს მცირე შეტაკება მოხდა მიგოცი-5-ებთან სხვათა შორის, F-15-ის პროექტი სწორედ მიგოცი-5-ის წინააღმდეგ შეიქმნა. მერე მოგვიანებით, როცა ის პილოტი, როცა ბელენკო მიგოცი-5 იაპონიაში გადაიყვანა, თქვა ეს კარგი, მაგრამ ეს არაფრად ვარგა, საჭირო არ არის ამის გაკეთება. ამასობაში F-15 შესანიშნავ გამანადგურებლად იქცა, რადგან მას მიგოცი-5-ის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა შეეწყო. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენს ლაივში ყველაზე უცნაური ვერსიების შესახებ, ყველაზე ცნობილი გამანადგურებლების, რომელიც იმ წარმატებას ვერ აღწევს, რასაც ველოდით. თუმცა, კარგი. მას შემდეგ დრო და დრო YouTube-ს უცნაური ხასიათი აქვს და ზოგჯერ იწყებს ზოგიერთი ლაივის შემოთავაზებას. ნახეთ F-21 ბორამა ბორამე, კორეული როგორი კარგია და ფენიჩე, ვერტმფრენი, ყველაფერი ეს სახალისოა. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას. მდგომარეობა 86-ში მძიმდება, რადგან ამ ეპიზოდიდან იწყება ტერორიზმი, გახსო ტერორიზმი შემთხვევით არ მიხსენებია. ორი რამ ხდება. 2 აპრილს საბერძნეთის თავზე სამოქალაქო რეისი აფეთქდა და 4 ამერიკელი მოქალაქე დაიღუპა. 2 აპრილი. 5 აპრილს დასავლეთ ბერლინში დისკოთეკა აფეთქეს და 3 ამერიკელი დაიღუპა, 200 კი დაშავდა. ნამდვილი ხოცვა. და აქ გერმანიის და ამერიკის დაზვერვა იჩერს კომუნიკაციებს, რომლებიც მიეწერება ლიბიის სპეცსამსახურებს და ტრიპოლის ან თავდასხმებთან აკავშირებს. ზუსტი და უაპელაციო მტკიცებულებები ამერიკაში მხოლოდ ამას ელოდნენ. მათ ზუსტ და უაპელაციო მტკიცებულებებად მოიხსენიებენ. და 9 აპრილს რონალდ რეიგანი ამ მისიას აძლევს ავტორიზაციას
და ითხოვს დაინტერესებული ქვეყნების მხარდაჭერას. დიდი ბრიტანეთი, სადაც განთავსებული იყო F-111-ები, საფრანგეთი და ესპანეთი. და თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო ძალიან ზუსტი, მცირე მასშტაბის მისია, რამდენიმე თვითმფრინავისთვის, ხოლოდ F-111-ებისთვის ამ ეტაპზე დაიმიწყეთ აშშ-ში საზღვაო ფლოტი. ეს უნდა ყოფილიყო ძალიან ფოკუსირებული, მცირე ზომის სადამსჯელო ოპერაცია და ასე დაიწყეს მზადება. იდეა იყო, რომ სამიზნეები ღამით დიდი სიზუსტით დაერდგათ. რატომ F-111? მისი დიდი ავტონომიის, დაბალ სიმაღლეზე მაღალი სიჩქარის გამო, ეს იყო გამანადგურებელი, თვითმფრინავი, შვერილი ფრთებით. ცვლადი ფრთებით, რომელსაც შეეძლო ერთის გადააჭარბოს დაბალ სიმაღლეზე. დაახლოებით 1.2-ის აღწევდა. ამ გზით დაბალ სიმაღლეზე შეტევისას შესაძლებელი იყო რადარებისთვის თავის არიდება. და რაც ხავარია, ეს უნდა ყოფილიყო ქირურგიული შეტევა. დაივიწყეთ ყველაფერი რაც იცით JDAM-ზე, ასევე PGM-ზე და იმ ზუსტი მართვადი იარაღებზე, რომლებიც დღეს გვყავს. დაივიწყეთ ყველაფერი, რადგან იმ დროს არამართვადი ბომბი იყო ნორმა. და გუწფელად რო ვთქვათ, მგონი თვითონ სპარსეთის ყურის ომშიც კი 90%-ზე მეტი ჩამოგდებული იარაღისა არ იყო მართვადი. აქ ვართ 86 წელს. იყო რაღაც, იყო ტელევიზიური მართვის ბომბები, რომლებიც პილოტმა უნდა აკონტროლოს. და კიდევ იყო სისტემა PAVTAC-ი. ანუ იმ დროისთვის ეს ძალიან მაგარი იყო და კონცეპტუალურად დღესაც მუშაობს. ეს არის ყველა ნავიგაციისა და სამიზნე პოდის მამა, რაც კი 90-იანი წლებიდან მოყოლებული გქონია. ლანტერნით, სნაიპერიც, ყველა PAVTAC-იდან მოდის. მას ჰქონდა ხედვის სისტემა და ლაზერული დამნიშვებელი. და შეეძლო სამიზნეების დამოუკიდებლად მონიშვნა. ვისთვის? GBU 10 PV2-ისთვის, ანუ G + 10 ბონდებისთვის. რომლებსაც ისევ შეხვდებით სპარსეთის ყურის ომში. ელდორადო რივერში 91 წლის სპარსეთის ყურის ომის გემო იგრძნობა, თქვათ ასე. რადგანაც ბოლოს ვნახავთ გამოიყენეს. და აქ ფალკონე ამბობს, რომ არ უნდა ვთქვათ, რომ დაბალ სიმაღლეზე ფრენით თავს ავარიდებთ საფრთხეს. აბსოლუტურად მართალია. მართალია. წარმოიდგინე, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ მოისმინონ, რომ არსებობს სიახლოვის ამფეთქებლები ჰაერი რაკეტებისთვის. არა, ჰაერი რაკეტებისთვის. არ არსებობს. არ არსებობს. არ არსებობს. ფრთოსანი რაკეტები ფრთოსნავენ. წარმოიდგინე ცოტა. იყო, წარმოიდგინე ცოტა. უხვევენ კიდეც. ნავიგაციას აკეთებენ waypoint-ით. ნახეთ რა ხდება. ყველაფერი ტყუილია. კარგი. ამიტომ F-111 არის მისიისთვის არჩეული თვითმფრინავი. 60-იანი წლების თვითმფრინავი, პირველი მასობრივად წარმოებული ცვლადი ფრთის გამანადგურებელი იყო F-111. უამრავი პრობლემა, პრობლემური ძრავები, რთული სამართავი, მაგრამ F ვერსია, რომელიც 80-იან და 90-იან წლებში იყო შეიარაღებაში, კარგია. მათ ჩარჩოში თითქმის ყველაფერი შეუძლიათ იპოვონ. და ეს არის შედეგი. ეს არ არის ბომბდამშენი. ეს არის ტაქტიკური გამანადგურებელი რეგიონული მოქმედების. მას აქვს რეგიონული მოქმედების რადიუსი, ამიტომ თვითმფრინავი დიდი ტვირთამწეობით, ძალიან სწრაფი, იდეალურია ამ საქმისთვის. მაჩვენე სურათი კაბინის შემდეგ და გთხოვ ორადღებით. იმ დროის ვიდეო კადრები, დოკუმენტური ფილმები, რომლებიც აჩვენებდნენ იმ დროისთვის უახლეს ტექნოლოგიებს. ეს არის PAVTAC-ი. ის თავსდებოდა თვითმფრინავის ქვედა თვირთის განყოფილებაში, მაგრამ კონცეპტუალურად ის კვლავ გამოიყენება, ანუ ისევ იქ არის. და F-111 განსაკუთრებულია იმით, რომ მას აქვს რუსული ტიპის კაბინა, სადაც პილოტი და ნავიგატორი, უпростоრად იარაღის სისტემების ოფიცერი, გვერდ-გვერდს ხედან, როგორც Su-24-ში და Su-34-ში. ეს არის მაძიებელი თავი გამანათებლით. რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა შეტევების დროს, ყველა მათგანი მაინც არ მუშაობდა სწორად. ბიჭებო, ჩვენ შტატში ვართ. ამ დროს ეს ყველაფერი ავანგარდი იყო. ეს ტექნოლოგიები 70-იანი წლებიდან, მაგრამ ვაფასებთ ამ ძალისხმევას, მით უმეტეს რომ როცა იმუშავა, PAVTAC-მა მართლაც ძალიან კარგად იმუშავა. ის იყო მრავალი ისეთი რამის წინამორბედი, რაც შემდეგ ვნახეთ. დაბლა ფრენა, სხვათა შორის მეც ჰქონდა ჩასმული სურათი, რომელიც ცოტა უკეთესი იყო იმაზე. ეს არის ფაზებით.
კარგ შესანიშნავია. ამიტომ დაბალ სიმაღლეზე მიახლოება იღებენ საორიენტაციო წერტილს, ეს შეიძლება იყოს მთა, ხიდი, რათა გაიგონ სად იმყოფებიან. იმ დროს GPS არ არსებობდა. ამიტომ ნავიგაცია ხდებოდა რუკით და საორიენტაციო წერტილებით. იღებს სიმაღლეს, აფასებს საკუთარ მდებარეობას, შეფასება არ არის სწორი. ცდილობ გაარკვიოს სად ხარ, ცდილობ გაარკვიოს სად არის სამიზნე და შემდეგ ეშვები დასათრმილად. ბომბის ჩამოშვება შეიძლებოდა უფრო მაღალი სიმაღლიდან ან დაბალი სიმაღლიდან, ბომბის ჩამოშვებამდე აწევით რომ გაკეთებულიყო ეგრეთ წოდებული ტოს ბომბინგი. ანუ სად არის? მოდი აქ აწევა ბომბის ჩამოშვებამდე, ბომბა ეშვებოდა აწევის დროს ისე რომ შეეძლო ზემოდან ქვემოთ ტრაექტორიის გავლა და სამიზნის დაჯერა. სასურველია დამიზნების სისტემის დახმარებით. აქ ჩვენ გვაქვს მაშინდელი პეივტეკის რეალური გამოსახულებაც კი. თუ რას შეეძლო გაეკეთებინა. ჩვენ ვართ კათოდური მილის ეპოქაში, ანუ 80-იან წლებში, მაგრამ ასევე 90-იან წლებშიც. ეს გამოსახულებები გადმოიცემოდა პატარა კათოდური მილის ეკრანებს. ამიტომ ჯერ კიდევ არ არსებობდა ციფრული ეკრანები, როგორც მახსოვს, პირველი MFD-ები 90-იან წლებში გამოჩნდა. საკმაოდ უხერხული გარჩევადობით. დაივიწყეთ დიდი ეკრანები, რომლებიც თანამედროვე გამანადგურებლებზეა F-35-დან დაწყებული, კაანით და ვერტმფრენ, Phoenix AV-459-ით დამთავრებული. ეს სულიად სხვა ეპოქა იყო. თუ გინდა, ჩემს პრეზენტაციაში გვერდი 20 აჩვენო, იქ სწორედ კაბინის სურათი. ფრიცატო აქ არის. ღმერთო, ფრიცატო აქ არის, მაშინ არაფერია. სამწუხაროდ პრეზენტაციას მგონი მე ვერ გადიკეთებთ, რადგან ფრიცატო აქ იყო, მაგრამ მე გავაგრძელებ ამ მისიის ამბის მოყოლას. F-11. ანუ F-11. F ფიზიკური შეტევისთვის, ანუ სამიზნეებზე შეტევისთვის და დაფარვაში E F-11 E Raven. ანუ F-11-ის ელექტრონული ომის ვერსია. როგორც კი მირკო დაბრუნდება, მე გაჩვენებ რამდენიმე სურათს ამ F-11-ებიდან. ისინი განსაკუთრებულები იყვნენ, რადგან არ ჰქონდათ კამუფლაჟური ფერი, როგორც აქამდე ნახეთ F-11-ებზე, მათ ჰქონდათ ძალიან ღია ფერი, ნაცრისფერი, ძალიან ღია, რამდენიმე ანტენით, ელექტრონული ომის პოდებით, კუდის საჭეზე, ამ პოზიციაში აქ ზემოთ დიდი და მასიური, როგორც EA-6B-ზე და თვითმფრინავის ფუზელაჟის ქვემოთ. ასე შეიძლებოდა მოწინააღმდეგის რადარების დაბრკოლება შეტევამდე. არასდროს უნდა დავუავიწყდეს, რომ ყოველთვის ვადიდებთ ბომბ დამშენებს, ან შეტევით თვითმფრინავებს. შეტევით თვითმფრინავებს, რომლებიც ანთავრებენ მისიას. მაგრამ მათამდე არსებობს ელექტრონული ომის თვითმფრინავები, რომლებიც აწუხებენ მოწინააღმდეგის რადარებსა და კომუნიკაციებს. ასევე თვითმფრინავები, რომლებიც ახდენენ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩახშობასა და განადგურებას. ისინი ცდილობენ გარემოს შეცვლას, ეგრეთ წოდებულ ბრძოლის ველის ფორმირებას, სანამ ბომბდამშენები მოვა და შემდეგ მოდიან ბომბდამშენები ან შეტევითი თვითმფრინავები. Quindi, ასე რომ საბოლოო ჯამში F-11 საინტერესო იყო იმიტომ, რომ ინარჩუნეთ და F-11 ის იგივე ფრენის მახასიათებლებს, როგორიცაა სიჩქარე, დაბალ სიმაღლეზე ფრენის უნარი და ასე შემდეგ. მაგრამ მას შეეძლო მათთან ერთად მისიის შესრულება. ისინი არც უფრო ნელა იყვნენ, არც უფრო დიდი, არც უფრო მაღლა უნდა ეფრინათ, სრულყოფილად შეეძლოთ მისიის შესრულება. მაგმანოს 56 მეკითხება, იყო თუ არა F-11 დაპროექტებული სამაშველო კაფსულით. რაც ვიცი, მას ჰქონდა კატაპულტირებადი სავარძლები, შესაძლოა თავდაპირველად ეს ვარაუდობდნენ, სამაშველო კაფსულა იყო ჩასმული, მაგრამ შემდეგ ეს იდეა მიატოვეს. მაგრამ მახსოვრობით ვამბობ, შეიძლება ვცდები, ეს იგივე გზა, რაც BRT-ებთან ნახეთ. მიატოვეს ნახვამდის კაფსულა. ისევ აკვართ. გთხოვდი თუ შეგიძლია გვერდი 20-ის ფოტო ჩამირთო, რადგან მინდოდა მეჩვენებინა EF-ას
111-ის კაბინა, რომ წარმოიდგინოთ აი სულ ანალოგური მაჩვენებლებია. დაივიწყეთ დღევანდელი დისპლეები, ყველაფერი დაივიწყეთ, კლასიკური ინსტრუმენტული კაბინა, ყველა მაჩვენებელი ანალოგურია, მშვენიერია და შემდეგი სურათიც გთხოვთ ჩართე. აი ეს არის სქემა, დაახლოებით ისეთი როგორიც მირკოს აქვს, მაგრამ აქ უკეთესად არის გამოკვეთილი იარარის გამოყენება, ანუ ბომბის ჩამოგდება ცხვირაწეული პოზიციიდან, ტოს ბომბინგი, შემდეგ გარბი ხარ და თავს აღწე. კარგი? ამასობაში ვისაუბრეთ EF-100 111-ზეც, შეგიძლია გთხოვ გვერდი 23-24-ზე ფოტო ჩასვა, რომ გავაგრძელოთ და ვაჩვენოთ ცოტა რამ. ეს არის EF-100 111. სხვადასხვა კამუფლაჟი. ფუზელაჟის ქვეშ და კუდის მართვის ზედაპირზე ხედავთ ამ ჩამხშობებს და ასე შემდეგ. და ასევე შემდეგი სურათი გთხოვთ. აი ეს. აქ გვაქვს ერთგვარი საოჯახო ფოტო. ეს ალბათ 91 წლისაა. ალბათ. ეს უდაბნოსია. აქ კარგად ხედავთ განსხვავებას ელექტრონული ომის ვერსიასა და თვითმფრინავის ჩვეულებრივ ვერსიას შორის. მაგრამ დღეს საღამოს ჩვენ EF-100-ზე არ უნდა ვისაუბროთ, ასე რომ გავაქცევთ. და ერთ კითხვას დაგისვამთ, რატომ არ გამოიყენეს EF-117? ანუ ესეთი მისია საბჭოთა მჭიდრო და ხარისხიან საჰაერო თავდაცვასთან. და ეს იცოდი, რატო არ გამოიყენეს EF-117 შედმეტის შემდეგ გვერდს. რატომ? იმიტომ რომ იმ დროს ჯერ კიდევ არ იცოდნენ EF-117-ის არსებობის შესახებ. EF-117-ზე, რაზეც ლაივი უნდა გაგვეკეთებინა, ეხლა გამახსენდა, მაგრამ დამავიწყდა ბიჭებო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ის ჯერ კიდევ ტოპ სეკრეტად იფლებოდა, მისი არსებობა არავის იცოდა. ის 88-ში გახდება ცნობილი, როცა საიდუმლო უკვე ნაწილობრივ გაჟონილი იყო. და მაგრამ 86-ში არ სურდათ მისი გამოყენება ლიბიის წინააღმდეგ, რადგან თუ ის საბჭოთა კავშირში აღმოჩნდებოდა, დიდი პრობლემა იქნებოდა. ამიტომაც ურჩევნიათ გაეგზელებინათ EF-111-ით. მაშასე, საწყისი გეგმა, როგორც ადრე ვთქვი, ანდროს მირკო კიდევ ერთხელ წავიდა, მაგრამ მე გავაგრძელებ, ითვალისწინებდა მხოლოდ 6 EF-111-ის გამოყენებას. ამიტომ ეს უნდა ყოფილიყო მართლაც ზომიერი და პატარა მისია. ამის ნაცვლად ანდროს ხვდებიან. მულტინაციონალური პილოტი ამბობს, უკეთესი იქნებოდა უფრო დიდი ფლოტი გქონოდა, რადგან თუ სიურპრიზის ეფექტი გაქრებოდა, იქნებოდა საჭირო უფრო ძლიერი შეტევითი კომპონენტი. აი სწორედ აქ იბადება იდეა, არა მხოლოდ აშიათიშვილის საჰაერო ძალების თვითმფრინავების დამატების, არამედ დახმარების თხოვნისაც საზღვაო ძალებისთვის. აი ეს პატარა და ქირურგიული მისია, რომელიც მხოლოდ 6 EF-111-ს უნდა შემდგარიყო, გადაიქცა ნამდვილ ხალხმრავლობად. შეერთებული შტატების საზღვაო ავიაცია. ასე რომ დავალებების განაწილება შეერთებული შტატების სააერო ძალები გამოიყენებს 24 EF-111-ს, მათგან 18 მისიისთვის, 6 კი სარეზერვოდ. ბინიცის კიდე 5 EF-111 4 მისიისთვის და 1 სარეზერვოდ. ეს EF-111-ები უნდა შეტევოდნენ 3 მიზანს ტრიპოლიში. აფრინდებოდნენ ლეიკენჰიტიდან და აპერ ჰეიფორდიდან, ანუ დიდ ბრიტანეთში. და მათ საწყოს მიაწვრიდნენ 28 ავიატანკერი. ასე რომ ჯამში ყავს 28 EF-111 პლუს სარეზერვოები და 28 ტანკერი. იმ იდეით, რომ თითოეული EF-111 ყოველთვის ერთსა და იმავე ტანკერთან შეივსებდა საწვავს, რათა შემცირებულიყო პრობლემების რისკი და ამ ეტაპზე საქმეში ერთვება საზღვაო ძალები. მირკო წავიდა ჩაიდასალევად და ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებული შტატების საზღვაო ძალებზე. მადლობთ. საზღვაო ძალები გამოიყენებს 2 ავიამზიდს, ამერიკა და Coral Sea, რამდენიმე თვითმფრინავით. ამიტომ ამერიკიდან აფრინდებიან 6 A7 Corsair და 2 თვითმფრინავი, რომელთა სახელიც ბევრს თქვენთან არც კი გსმენიათ. შემდეგ, როგორც კი მირკო დაბრუნდება ღმერთმა ქნას, გაჩვენებს სურათს, თუ რა არის A7 Corsair. იმიტომ რომ ის ნამდვილად მესამე თაობიდანაა, ანუ 60-იანი წლებიდან.
და ეს თვითმფრინავები ჩაატარებენ საჰაერო თავდაცვის ჩახშობას, თომკეთების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, EA6B პროულერების ელექტრონული ომის რეჟიმში მუშაობით. ჩვენ ამ დროს დამოუკიდებლად გადავედით 28 გვერდზე. ხედავ რომ ზოგჯერ რაიონში სინათლე ჩნდება და ქრება. კარგი, 28 გვერდი ჩვენ ასე გავაგრძელეთ. შეგვიძლია ვნახოთ. შემდეგ ისევ ამერიკიდან 7D მე-6 ბენღაზის წინააღმდეგ. ასე რომ თავს ესხმიან სირტეს ორივე მხარეს, სირტეს ხურეს, ტრიპოლისა და ბენღაზის. 7D6 ისინი მიდიან ბენღაზის წინააღმდეგ. აქაც მხარდაჭერილები არიან A7-ებით, რომლებიც კორალსიდან SED მისიაში არიან, ყველა ბენღაზის წინააღმდეგ და აქ ჩვენ გვყავს A6-ები. და ყურადღება, ასე რომ. ეს არის F-18-ის ყველაზე პირველი ვერსია, რომელიც იმ დროს SED მისიისთვის ექსპლუატაციაში შედიოდა სხვა F-18-ებთან ერთად. საბრძოლო პატრული, ანუ ძირითადად დამანადგურებელი მეთვალყურეობა, პროულერი, ელექტრონული საწინააღმდეგო მისიებისთვის და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში არიან ავაქსები, I2C. ბევრი რეკორდი ელდორადო კანიონის ამ ოპერაციაში, რომელსაც ბოლოს შეგაჯამებთ. მაშ ტრიპოლი და ბენღაზი დაახლოებით 650 კილომეტრით არიან დაშორებულნი. ამიტომ მათი ერთდროულად დაბომბვას დიდი აზრი ჰქონდა. თუ შენ შუაში ideki, ავიამზიდით, ორივე მხარეს დაარტყანდი, თანაც F-11-ებით. ტრიპოლიში სამიზნეები 3 იყო. გადაფის რეზიდენციების კომპლექსი. გადაფი ცხოვრობდა ბედუინურ კარავში. ტრადიციულად ის კარავში იძინებდა. ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან გადაფი სულელი არ იყო. ძალიან კარგად იცოდა, რომ თუ ძალაუფლების შენარჩუნება სურდა, გარკვეული ტიპის იმიჯიც უნდა ქონოდა. და მას ძალაუფლება სხვადასხვა ტომებს შორის უნდა გაეღო, გარკვეული წესით უნდა მოქცეულიყო. იქ ტრიპოლიში მისი სარდლობის ცენტრი იყო. მეორე ბილალის მურაცის საზღვაო ბაზა, რომელიც ტერორისტების საწვრთნელ ბანაკად ითვლებოდა და მიტიგას აეროპორტი. ბენგაზიში კი ორი მიზანი იყო: საწვრთნელი ბანაკები და ბენინას ავიაბაზა მიგოცის 3-ებით, რომლებიც რა თქმა უნდა აშკარა მიზეზების გამო უნდა განეიტრალებულიყო. საჭირო იყო როგორც ყოველთვის მტრის გამანადგურებლების მიწაზე განადგურება. ეს უფრო უსაფრთხოა ვიდრე ჰაერში და ნაკლებად სარისკო. მნიშვნელოვანია, ყველა მიზანი ერთდროულად უნდა დაბომბილიყო ღამის 2 საათზე, ერთ გასვლაზე. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ შემცირებულიყო სროლის ქვეშ მოხვედრის შესაძლებლობა, როცა ბრუნდები და ისევ მიზანს უახლოვდები. ასე რომ ამას დიდი აზრი ჰქონდა. მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც ხდება. საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია არა მხოლოდ ბაზების გამოყენებაზე ამბობენ უარს, არამედ თავიანთი საჰაერო სივრცის გადაფრენასაც კრძალავენ. ეს მათი სივრცეა, ეს მათი უფლებაა. ამიტომ გამოსავალია იმ რუკაზე შავი ხაზებით მონიშნული გზა. მოიარო მთელი მსოფლიო, შემოუვლო იბერიის ნახევარკუნძულს, გაიარო გიბრალტარი, გადაჭრა ხმელთაშუა ზღვა და გადაუფრინო ზემოთ. ლაპარაკით ადვილია, მაგრამ გაკეთება რთული. ამიტომაც ყავს 28 F-11 და 28 საწვავით გამამარაგებელი თვითმფრინავი. ეს ძალიან გრძელი გზა იყო, მაგრამ აუცილებელი. და ამ ფრენის დროს აუცილებელი იყო, რომ არ აღმოგვეჩინათ. ამიტომ, როგორც მილკვადრე ამბობდა, კომპაქტური ფორმაცია. ყველა მიერთად, რომ არ გამოუჩენილიყავით, რის რაც ვიყავით და მიზნისთვის მიგვეღწია. მიზანი გარკვეული მოულოდნელობის ფაქტორით, რაც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ერთობლივ მისიაში აშტ-ში საერო ძალები, აშტ-ში საზღვაო ძალები, რა თქმა უნდა საზღვაო ძალების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს გარკვეულწილად ამსუბუქებდა F-11-ების ამოცანას და განსაკუთრებით ცდილობდა გაენეიტრალებინა საჰაერო თავდაცვა, რაც არასდროს არის ზედმეტი. ასე მოხდა, რომ 1986 წლის 14 აპრილს ბრიტანეთის დროით საღამოს 5 საათზე ჯერ ავიდა ავიამომარაგებელი თვითმფრინავები ბრიტანეთიდან, შემდეგ კი F-11-ები
და ოპერაცია დაიწყო. 10,000 კილომეტრი ფრენად წასვლა დაბრუნებით, დაახლოებით 13 საათი ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მისია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ოპერაცია ისტორიაში დარჩა. მირკო, გთხოვ, აჩვენე რამდენიმე ფოტო 34 გვერდიდან დაწყებული, რომ ვაჩვენოთ იმ თვითმფრინავების ნაწილიც, რომლებიც ამ მისიაში მონაწილეობდნენ. მიდი, ის EFAS 111 პირდაპირ ქვემოთ არის. ეს არის ის EFAS 111, რომელსაც იცნობთ ახლა უკვე F ვერსია და შემდეგ რამდენიმე ინდროის ფოტო. შემდეგი ფოტო სხვადასხვა რამეს ასახავს. წინა პლანზე F-14 ჩანს. მე მგონი ავიამზით ამერიკაზეა, მაგრამ შეიძლება ვწდებოდე. არა, მაინც არა, აქ წერია ავიამზით ამერიკაზეა. რაც უკან ხედავთ, ეს არის A7 კორსარი, რომელიც შეიარაღებულია HARMS AGM-88 ანტირადარული რაკეტებით. მაშინვე უკან მესამე პლანზე ხედავთ, რომ 4 ადგილი არის. ეს არის დიდი თვითმფრინავი, ეს არის EA-6B, 6B, ანუ პროულერი, A-6B ელექტრონული ომისთვის, 4 ადგილით. იყო ფილმიც ვიეტნამზე A-6B-ით, მაგრამ სათაური არ მახსოვს. არ მახსოვს, უბრალოდ ასე გამახსენდა. ამიტომ აქ გვაქვს მესამე და მეოთხე თაობის შეხვედრა. ეს არის ეპოქის ფოტო, შავ-თეთრი. შემდეგი სურათი უკეთესად აჩვენებს რა არის A7. ის რასაც ადრე ვიღაცა ტანკერს ეძახდა, არა. ეს აპარატი რუკებს ამზადებდა. და ასევე იყო შეტევითი თვითმფრინავი. მაშინდელი დროისთვისაც საკმაოდ ეფექტური იყო, როგორც ავიამზიდზე დაფუძნებული თვითმფრინავი. შემდეგი მირკო, გთხოვ. ამ შემთხვევაში მათ შაიქების შემდეგ AGM-45 გამოიყენეს. აქ ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ. ეს არის F-18AM, მართალი ხარ მირკო. იმიტომ რომ აქ ჩვენ ანტირადარული რაკეტების გარდამავალ პერიოდში ვართ. Strike Shaikები, AGM-45-ები ვიეტნამის ეპოქიდან საკმაოდ უსარგებლო იყო. ისინი ძალიან ეფექტური არ იყო. AGM-88 კი ბევრად ეფექტური იყო. ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს AGM-88-ის პირველი გამოყენება და AGM-45-ის ბოლო გამოყენება. აქ ნამდვილად თაობათა ცვლილებაა. რომლებმაც მაინც კარგად იმუშავეს, ორივემ 45-მაც კარგად იმუშავეს, იმდენად რომ EFAS 111-ის პილოტები პრაქტიკულად გაწმენდილ გზაზე აღმოჩნდნენ. დიახ, თუმცა შემდეგ მათ ერთი დანაკარგი ჰქონდათ და ეხლა ამაზე ვისაუბრეთ. კარგი, გავაგრძელო, გინდა კითხვებზე გადავიდე. არა, გავაგრძელებ, კარგი, გავაგრძელებ. გავაგრძელებ. შეტაკების წესები. იმიტომ რომ ადრე მირკო ამბობდა რომ იყო შიში, რა თქმა უნდა, დიდი შიში იყო გვერდითი ზიანის, ცხადია პოლიტიკური იმიჯის და სხვა მიზეზების გამო ძალიან შეზღუდული. ანუ ამ შემთხვევაში EFAS 11-ის შეეძლო თავდასხმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სამიზნის აღმოჩენის სისტემა სრულყოფილად მუშაობდა. მუშა მდგომარეობაში ვერ შეძლებდი ბომბდამშენი დაბომბვას ბრმად, თუ სამიზნის დამიზნების სისტემა არ მუშაობდა. ხო, ამიტომ სამიზნეების ზუსტი იდენტიფიკაცია და თვითმფრინავის ყველა კრიტიკული სისტემა, რომელიც მისიის მართვას ეხებოდა, სრულყოფილად უნდა მუშაობდეს. რატომ? იმიტომ რომ სურდათ თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი გვერდითი ზიანი, რომელიც საბოლოოდ მაინც მოხდა. იმიტომ რომ სამწუხაროდ ყოველთვის ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. დაახლოებით ისე როგორც ქალებთან იგივეა. თვითმფრინავები, მათი პილოტები უფლებამოსილნი იყვნენ მისიის შეწყვეტაზე. თუნდაც ბოლო წუთს, თუნდაც შეტევის საბოლოო ეტაპზე, თუ ტექნიკური პრობლემები წარმოიშვებოდა. და ამ ყველაფერში პავეტაკს ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რადგან ეს იყო ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მათ ზუსტი ჩამოშვებისთვის ჰქონდათ, რათა შეტევა მაქსიმალურად ქირურგიული ყოფილიყო. ეს არის მერე ისე ქირურგიული მაინც არ გამოვიდა. ანუ მაგალითად EFAS 11-ის პირველი ტალღა პირველი მიზანში მოხდა, სხვა არა, დანარჩენი 1-3-ებიც არა. არა. სხვებსაც მოუციათ ჩამოკრა ელექტრონულმა სისტემებმა არც მათთვის იმუშავა. ასე რომ ბევრი არეულობა იყო. ბევრი ტექნიკური არეულობა იყო, იმიტომ რომ როგორც უკვე თქვი, მოქმედებაში შესვლამდე ელექტრონული ომისა და ესედის თვითმფრინავები. EFAS 11-ები, რომლებიც 18 იყო, გაიყვნენ 6 სამეულად, თითოეულში 3 თვითმფრინავით, რათა შეეტიათ თავიანთი სამიზნეებისათვის. ეს იყო რამდენიმე წუთის საქმე, არა 12-13 წუთის.
გადაფის კარავი არ დაზიანებულა, იქ ახლოს დაარტყეს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ლიბიის საჰაერო თავდაცვა საკმაოდ ფხიზლად იყო და F-11-ებს ენერგიულად შეხვდა. იმდენად, რომ ერთი F-11 ჩამოაგდეს. ორი ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, ისინი არასდროს ამოუყვანიათ. მგონი მრავალი წლის შემდეგ ლიბიამ თვითმფრინავის ნაწილები დააბრუნა, არ მახსოვს რაღაცა მსგავსი იყო. მეორე F-11 კი დაბრუნების გზაზე ესპანეთის როტას ბაზაზე დაჯდა ძრავის პრობლემის გამო. ძრავის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დაზიანებული არ ყოფილა, უბრალოდ ძრავის პრობლემა იყო ბოდიში. მაგრამ ერთი F-11 დაზიანდა, პილოტებმა კატაპულტირება მოახდინეს, მაგრამ პარაშუტი არ გაეხსნათ. ამიტომ კაფსულით წყალთან შეჯახებისას პრაქტიკულად. მაგრამ ჰქონდათ კაფსულა თუ ინიექტირებადი სავარცხელი. იმიტომ რომ ჩემი აზრით F-11-F-ს ჰქონდა ინიექტირებადი სავარცხელი და არ ჰქონდა კაფსულა. ეს უნდა გადავამოწმოთ, ხო იცი? შეამოწმე შენ, სანამ მე ვილაპარაკებ, კარგი გთხოვ, კარგი. ერთი სიტყვით, რაც ილკვევა, არის ის, რომ კაფსულა. კაფსულა არ იყო ინიექტირებადი რამე. კარგი, შელცდი. ანუ იყო კაფსულა, ვიდეოც არსებობს. სწორედ Rolling Steel-ის ვიდეო F-11 და მისი მომხიბლელი სამაშველო კაფსულა. და F-11-ებს ისევ ჰქონდა კაფსულა. F ვერსიას. აქ მითითებული არ არის, ნახოთ. კარგი, მე ამასობაში საუბარს გავაგრძელებ. ეს უფრო ეჭვია კითხვას გავს. როგორც ჩანს, თავდასხმამ დაახლოებით 40 სამოქალაქო მსხვერპლი გამოიწვია, სხვადასხვა ზიანი. ასევე უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ზიანი გამოწვეული იყო ლიბიელების მიერ გამოყენებული ანტისახაერო ჭურვებისა და გრანატების მიწაზე ჩამოვარდნით. თუმცა მაინც იყო კაფსულა. კაფსულა. კარგი. კიდევ ერთი ვისწავლე. აღარ მახსოვდა. კარგი. ესე რომ დაახლოებით 40 მსხვერპლი იყო. თუ გინდა გადაშალე გვერდი 40 ან 41 აი ეს. ესე იყო მაშინაც. ეს სისტემა მართლაც მოძველებული იყო, ნამდვილად 60-იანი წლების სურნელი ჰქონდა. მეგონა რომ F-11-ის ბოლო ვერსიაზე უკვე შეეცვალათ, არავინ იცოდა ამის შესახებ. თუ შეგიძლია გადაშალე გვერდი 41 რო ვაჩვენოთ, რამდენიმე სურათი პეიტაკზე. ეს არის, რასაც პილოტი ხედავდა პეიტაკის კათოდური ეკრანიდან. ძალიან დაბალი გარჩევადობა. ის რაც დღეს გვაქვს, ამასთან შედარებით, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ფანტასტიკაა. ეს პირველი ნაბიჯებია, უпростоრად არც კი პირველი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, აქ მუშაობა იყო ჩატარებული. შემდეგი სურათი კი გაჩვენეთ, აი ნახეთ, რა ტიპის გარჩევადობაა. აქ მაგალითად არის ანტონოვის სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებიც კარგად დაუმიზნეს F-11-მა მგონი, ესენი უკვე აღარ არიან. ეს არის მაშინ როცა მათ დაარტყეს რუსული წარმოშობის ლიბიურ სადარაჯო ხომალდს, ხო? მგონი კი. ძალიან არ იყო ჩართული, კარგი, ესენი არიან ილიუშინები, ეს აშკარაა, 3 განადგურებულია და 1 დაზიანებული. და ეს არის საბრძოლო ზიანის შეფასება. ესე 61 Blackbird-ი, რომელსაც ყველა ვიხსენებთ, რომ საოცარი იყო, იმ დროს გამოიყენებოდა, რა თქმა უნდა, რისთვის? კავის მოსამზადებლად. არა, ის გამოიყენებოდა სადაზვერვოდ. ამ შემთხვევაში საბრძოლო ზიანის შეფასებისთვის, ანუ იმის სანახავად, თუ რა გაანადგურეს შეტევების დროს, ეს არის ფოტო ბენინას აეროპორტის, სადაც ჩანს განადგურებული MiG-23. ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან ეს იყო საკმაოდ საშიში გამანადგურებელი. ის ითვლებოდა საშიშად და სჯობდა მოეშორებინათ. ასევე იყო ორმაგი მიზნები, ანუ არა მხოლოდ ფლოგერების განადგურება, არამედ მიწაზე მყოფი MiG-21-ების და ვერტმფრენებისაც. მაგრამ მეორე ბაზაზე, რომელიც დაიბომბა ბენღაზის სანაპიროზე, იყო ანგარი, სადაც ლიბიელები აწყობდნენ MiG-ებს. დიახ, ტექნიკური მომსახურებაც მართალია. მაქს პეცოტა გკითხულობს, არის თუ არა F-11 ამერიკული ტორნადო? სინამდვილეში პირიქითაა, რადგან F-11 შეიქმნა 60-იან წლებში, ტორნადო კი 70-იანებში, ასე რომ კონცეპტუალურად. მაგრამ მაინც 105. კარგი, ესენი ძალიან განსხვავებული თვითმფრინავებია, F-11 მართლაც ძალიან დიდი თვითმფრინავია, ტაქტიკური ბომბდამშენია, თითქმის რეგიონალური, ტორნადო არა. სრულიად განსხვავებული რაღაცებია. თანაც მაინც სახალისოა, იმიტომ რომ არა, მე ვამბობდი, ის არის Thunder Chip-ის მემკვიდრე.
უფრო დახვეწილი, უფრო წარმადია, ხო? თქვათ, რომ ფთა ცვლადი კუთხით 60-დან 80-იან წლებამდე საუკეთესოდ მუშაობდა. შემდეგ უკვე მოდის უკიდურესად ძლიერი, მძლავრი, სანდო ძრავები. და ეს საჭირო აღარ არის. ფთა ცვლადი კუთხით საჭირო აღარ არის. ტაქტიკაც იცვლება. დაბალ სიმაღლეზე მაღალი სიჩქარით შეღწევა, თლიანად მიტოვებულია 90-იან წლებში და უმჯობესია მაღლა ფრენა. დღეს ამას აღარავინ აკეთებს, მხოლოდ უკიდურესად განსაკუთრებულ შემთხვევებში. არა, თორნადომაც კი მოუწია, თავისთავიდან ბიდან გამოგონება, F-100-ს 5-იც. დიახ, F-100-ს 11-ს ბევრად მაღალი შესაძლებლობები ჰქონდა, ეს იყო ბევრად უფრო რთული თვითმფრინავი. მას ჰქონდა საოცარი შესაძლებლობები, რადგან წარმოიდგინეთ F-111 დაბალ სიმაღლეზე ფრენას შეძლებდა მაირთი 1.2-მდე. ეს რაღაც საოცრება იყო. მაგრამ რისთვის ვჭირდება ასეთი? იმიტომ რომ შემდეგ ძალიან რისკავ. ძალიან ახლოს ხვდები მოწინააღმდეგის ანტიაერიულს, როგორც ალბათ არასდროს გაუგიათ რა დაემართა იმ F-111-ს, რომელიც ჩამოაგდეს. ფიქრობენ რომ ლიბიაში რაკეტა იყო, მაგრამ არა, ეს არ არის ასე. όλო მოვლენებს თუ გადავხედავთ, დღეს ეს რაკეტა იყო. ბევრი პილოტი ამბობდა, რომ იმ დროს არც ერთი სხვა თვითმფრინავი ვერ აღწევდა F-111-ის სიჩქარეს, როცა ის დაახლოებით 100 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავდა. დიახ, სპეციალურად ასე იყო გაკეთებული, ამისთვის იყო ოპტიმიზირებული, მათ შორის ძრავის დონეზეც. მას ძალიან პრობლემური ძრავები ჰქონდა, რომლებიც Tomcat-ის TF-30-ის ნათესავები იყვნენ, მაგრამ როცა აჩქარებდნენ, ძლიერად აჩქარებდნენ. კარგი, ის სახალისო რამ, რასაც ადრე ვამბობდით, სახალისო და საინტერესოა ის, რომ 18 F-ას 11-დან მხოლოდ 4-მა შეძლო ჩამოკრა. ანუ რა გამოდის? 20 5-ზე 4-8 4-8, 12-16, არც კი 25%-მა შეძლო თავისი იარაღის ჩამოკრა. დანარჩენებმა კი ან გაუმართავობის, ან სამიზნეების ზუსტად აღმოჩენის შეუძლებლობის გამო ვერ შეძლეს. მე კიდევ ვიტყოდი პილოტების დაღლილობასაც, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ადამიანურადაც ძალიან ბევრს დაფრინავდი. როგორც მირკო ადრე ამბობდა, ხელები გიკანკალებდა, ალბათ ცოტა დაღლილიც იყავი. პირველ გადაფრენაზე გედაფიზე პირველმა იდეალურად მოარტყა მიზანს. სხვათა შორის გედაფი სიკვდილს 30 წუთით გადაურჩა, როგორც ჩანს, იტალიური გაფრთხილების გამოც. მისი კომპაუნდი, ანუ სახლი დაზიანდა, მაგრამ ის დაახლოებით გარეთ იყო, ასევე იყო ბარაკში. დანარჩენმა სამმა ჩამოაგდეს, მაგრამ მიზანს ვერ მოხდნენ. სხვა შემთხვევებში მათ სამოქალაქო პირებიც მოკლეს, დაახლოებით 20-მდე, ზუსტად არ მახსოვს ამდენი იყო. ხშირად, როდესაც ლიბიური ანტიაეროდან ესროდნენ, ისინი საბრძოლო ტვირთს აგდებდნენ და მიდიოდნენ. ზოგიერთებს მართვის სისტემასთან პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ მარტო მათ არა. ასევე კორსარებს და პაულერებსაც პრობლემები ჰქონდათ, განსაკუთრებით აქ, სადაც ფლოგერებზე და აეროპორტზე შეტევა გვაქვს, მაშინ როცა უნდა წასულიყვნენ და დაეტაკათ ის ზონა, სადაც თვითმფრინავებს აწყობდნენ და ამზადებდნენ. მართვის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ პრაქტიკულად სამიზნეზე მეხსიერებით მოუწიათ წასვლა. ანუ ვიზუალური მითითებებით იმაზე, რაც ბრიფინგზე პრაქტიკულად ისწავლეს. დიახ. მაგრამ იცი, ჩვენ მაინც საკმაოდ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ევოლუციის თვალსაზრისითაც და ტექნოლოგიურადაც. ასე რომ გასაგებია, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ოპერაციული გამოცდილება, ამ ოპერაციის ნათელი და ბნელი მხარეები ამერიკელებისთვის ეს გამოცდილება სასწავლო იყო, რადგან მათ როგორც კარგი, ისე ცუდი გაიგეს. მიხვდნენ რა უნდა შეეცვალათ გასაუმჯობესებლად, მაგრამ ასევე რა შეეძლოთ გაეკეთებინათ. რადგან ეს ოპერაცია მართვის თვალსაზრისით მართლაც გამორჩეული იყო. ეს კითხვა შენთვის მაქვს. ეს დამოკიდებულია, როცა გვეპატიჟებიან თუ მოხდება. ჩვენ კუნეუში ვართ, მალე იქნება რა არის? მე-9, თუ სწორად მახსოვს. 6 თუ 7, როდის არის კვირა, მოიცადე, ნახავ 7 ივნისი კვირა, კუნეუში. აი კვირა 7 ივნისი კუნეუში. კარგი, ამას გამოვაცხადებთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, არხზე და ასე შემდეგ. როგორც არ უნდა იყოს, დავიდე კაჩატორე, თუ შეგიძლიათ აგვეხმარო, რომ რამე მოვაწყოთ რომში, ჩვენ სიამოვნებით. კარგი, და ვნახოთ ამ ოპერაციის სტრატეგიული შედეგები. იმიტომ რომ ეხლა
ყველა ოპერატიული დეტალის მიღმა როგორ არის? როგორც ავიდა, ბრავო მარკო მარცილი. ბოლო შეტევა 91-ში. იქ იყო უილიამ დეფოეც. მგონი განსაკუთრებულია. აი ჩანს 6-იანი, რომელიც დაბლა დაფრინავს, აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, იქ სადაც უნდა გააკეთოს, მაგრამ არა საბაგიროს კაბელების ქვეშ, იმიტომ რომ იქ ხალხი იღუპება. კარგი, სტრატეგიული შედეგები ოპერაციული ნაწილის შემდეგ, რომელიც ეთქვხებს საინტერესოა, სტრატეგიული შედეგები სხვა მხრივ არის საინტერესო. რა აჩვენა ელდორადო კანიონმა? პირველ რიგში, შეერთებული შტატების პროექციის შესაძლებლობები, რომლებმაც მიიღეს მართლაც შთამბეჭდავი ზომა და გადაწყვეტილება, რაც დღესაც ისტორიის მიერ დადასტურებულია, ის კიდევ ერთხელ შეჩერდა და დღესაც ამერიკის პროექციის შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს კიდევ უფრო მეტად გახდა 90-იანი წლების განმავლობაში. გედაფისთვის ეს რეიდი შოკი და სიმბოლური მარცხი იყო. თუმცა არა, ეს ტრაგედია არ ყოფილა, მაგრამ ნამდვილად დათმა მიიღო, რადგან ამერიკელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეეძლოთ მისი საბჭოთა წარმოშობის თავდაცვის სისტემების გარღვევა. და ეს რა არის Mi-23? არა. კი, ეს 23-ია. კი. კი. აი? კი. ეხლა უკვე იშვიათობაა დიდი Mi-23-ის ნახვა. ეხლა უკვე. მერე ისი ძალიან გააკრიტიკეს, Mi-27 კი კიდევ უფრო ცუდია, კალვი თვითმფრინავები ცოტა ისეთი იყო. და ელდორადო კანიონი ლიბიისთვის ნიშნავდა ასე რომ დარტყმას. და იმ მომენტიდან მოხოლებული, ვთქვათ, რომ გედაფი თავს არიდებს ამერიკის გავიზიანებას საბოლოოდ. იგი მიხვდა, რომ ვაშინგტონი არ დააყოვნებდა ტრიპოლის კიდევ ერთხელ დარტყმას და რომ მას ჰქონდა უდავო საჰაერო და საზღვაო უპირატესობა. იტალიამ არ მისცა საერო სივრცე, რადგან ეს რთული საკითხი იყო. მე ვიპოვე სხვა მიზეზები და ამასაც მივალ. თუმცა დებატი ღიაა, რადგან ეს ის ეპოქაა, როცა შეერთებულ შტატებსა და იტალიას შორის უთანხმოებები იყო. ეხლა მევალ ამ საკითხზე, სწორედ ამაზე ვაპირებდი საუბარს. როგორც ჩანს, ჩემი პროექციის უნარები არ არის საუკეთესო დონეზე. არა, საქმე იმაშია, რომ მწვანე ფონზე თუ თვითმფრინავი მწვანეა, ავტომატურად მწვანე ფერი ქრება green screen-ის გამო. ამიტომაც ხედავ ამ უცნაურ ეფექტს. თუ მე მოვხსნი green screen-ს, ყველაფერი იდეალურად ჩანს, არც მეტი არც ნაკლები. უბრალოდ რო წარმოგენა კონდეს. სინამდვილეში ყველა თვითმფრინავი უზარმაზარი იყო. ამას F-15-ის პროპორციებიც კი ძალიან დიდია, ყველა ის თვითმფრინავი მართლაც უზარმაზარია. დიახ, თუ მათ გვერდ დააფენებ ერთსა და იმავე მასშტაბში, შთამბეჭდავია. F-11 ბავშვობაში მქონდა, ამასთან შედარებით დინოზავრი იყო, ბევრად დიდი იყო. ძალიან ლამაზი იყო მეგობარ მომაჩუკა. კარგი, ეხლა პოლიტიკური თვალსაზრისით შეერთებული შტატები დიდ გზავნილს უგზავნის მსოფლიოს. ანუ შეერთებული შტატები ტერორიზმს არ მოითმეს. და ისინი გამოიყენებენ ძალას მხოლოდ იმისთვის, რომ დაარტყან სპონსორ ქვეყნებს. რონალდ რეიგანი ამით იმიჯის ხრივ გაძლიერდა და საზოგადოებრივი აზრიც მას მხარს უჭერდა ამაში. გავლეთ პარალელი დღევანდელთან. გავლეთ პარალელი ამერიკის ბოლო ჩარევებთან. იცით კიდევ ვინ? იმ დროის კიდევ ერთი ფიგურა, მარგარეტ თეტჩერი. რომელიც ამით ნაცნობრივ გაძლიერდა. ნაცნობრივ კი არა. ანუ მისი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან გაძლიერდა, მაგრამ მისი იმიჯი კი ნაცნობრივ. რადგან არიან ადამიანები, ვინც ამას იწონებს და ვინც არა. და ეხლა აგიხსნით რატო. ნამდვილად, რკინის ლედი იწყებს ფოლკლენდის სახელის მოხვეჭას. მაგრამ აქაც ასია, რადგან ის დიდ სკრუპულებს არ იჩენს. საჭიროა ტერორისტების დარტყმა. საჭიროა შეერთებული შტატების მხარდაჭერა. კარგი. შემდეგ ეს შეიძლება მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს, ბუნებრივია, შეიძლება ვეთანხმებოდეთ ან არ. და ევროპა? მოდი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გედაფი ევროპისთვის იყო სიყვარული და სიძულვილი, გენიალობა და თავაშვებულობა. იმიტომ რომ გვაშინებდა ტერორიზმის გამო, იმიტომ რომ ყველამ ვიცოდით, რომ ტერორიზმის უკან ის იდგა, რომ ლიბია იდგა ტერორიზმის უკან, ეჭვი ნამდვილად არსებობდა. მაგრამ ის ჩვენი ნაბიჯვარი იყო.
რადგან მთელ ევროპას, განსაკუთრებით იტალიას, მასთან ბიზნესები ჰქონდა. ლიბიაში დიდი ინტერესები ჰქონდა, განსაკუთრებით იტალიას, მაგრამ მთლიანად ევროპასაც, გაზისა და ნავთობის მოპოვების გამო, ეს უფრო ინფრასტრუქტურების შექმნის საკითხიც იყო, კომპანიები, რომლებიც იქ მუშაობდნენ და ასე შემდეგ. ამ თავდასხმებში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თავს ლიბიური ტერორიზმის საფრთხის ქვეშ იგდებდი და ასევე კარგავდი პოზიციებს საერთაშორისო ბიზნესში, ვაჭრობა, მრეწველობა, ნახშირწყალბადები და ასე შემდეგ. ამიტომ ევროპა ძალიან ფრთხილად მოქმედებდა. საფრანგეთი და ესპანეთი ამის გამო უარს ამბობდნენ. და ასევე იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც ძალიან ახლოს იყო ლიბიასთან და ამიტომაც სურდათ, რომ არ გაერიზიანებინათ იქ. ევრორაკეტების კრიზისი მაშინაც კი ასე შორს არ იყო და ამიტომ იყო გარკვეული შიში კადაფისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის მიმართ, რაც ალდა დაგვავიწყდეს. ფრანსუა მიტერანი საფრანგეთში კიდევ უფრო განსაკუთრებულ პოზიციაზე იდგა, რადგან საფრანგეთს სურდა გამორჩეულიყო ამერიკის საგარეო პოლიტიკისგან. ამიტომ მას სურდა დამოუკიდებლობა, არ სურდა უბრალოდ მიხოლოდა სხვებს. გარდა ამისა, საფრანგეთს ჩრდილოეთ აფრიკაში ძლიერი გავლენა ჰქონდა, უფრო მეტად ვიდრე დღეს, და ამიტომ არ სურდა ეს რეგიონი ზედმეტად გადაემტერებინა. ჯაველინ პუსი, გამომრჩა ეს. ავია ეფექტი ფელიჩე კაკამო. რომელსაც გამჭვირვალობა ჰქონდა ჯარის ქვაბზე, ხო, დატვირთული. განსაკუთრებული ფორმა ჰქონდა მაინც ეფას 11-ისმე, როგორც საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი ძალიან ვაფასებ ასეთ ფორმებს. ვიცი, რომ ცოტა ძველი ვარ და ესპანეთი. მითხარი, არა. სანამ გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, ვინ აფინანსებს ამ საღამოს ლაივს. რა თქმა უნდა, ეს არის NordVPN, რომელიც ამ მომენტში ყველაზე მოწინავე VPN-ია. რადგან მასში ინტეგრირებულია შემდეგი თაობის ანტივირუსიც. ანუ ანტივირუსი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. ამიტომ სასარგებლოა NordVPN არა მხოლოდ ინსტრუმენტად, არამედ თქვენი ციფრული ცხოვრების ფარად ავიქვათ. სრული და ძალიან მარტივი დაცვა, ყველაფერი ერთ აპლიკაციაში და ერთი გამოწერით. ჩვენი ახალი თაობის ანტივირუსი, რომელიც VPN-თან IPN-თან ინტეგრირებული, იდეალური თანაგზავრია ინტერნეტში სერფინგისთვის. ერთად თქვენ პრაქტიკულად გაქვთ ძლიერი ბარიერი ონლაინ საფრთხების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება თქვენს კარზე დააკაკუნონ. ანტისქემი, ანტიფიშინგი ბლოკავს თაღლითურ საიტებს, საეჭვო ბმულებს, ანტიმალვარი, რადგან ასრულებს იმ ფაილების სკანირებასაც, რომელსაც თქვენ იწერთ და ბლოკავს მავნე პროგრამას. მანამდე სანამ ის ზიანს მიაყენებს. ანტიტრეკინგი, რადგან ის ვიცავთ შემაწუხებელი რეკლამებისგან და რაც თავარია, გაფრთხილებთ, თხილებთ თუ შემავალი ზარი პოტენციური თავლითობა. გაუმჯობესე შენი ონლაინ დაცვა ყოვლის მოცველი უსაფრთხოების აპლიკაციით. სხვათა შორის, აქ Parabellum-ზე იღებთ ექსკლუზიურ შეთავაზებას NordVPN-ზე დამატებით 4 თვიანი პერიოდით, კოდით, რომელსაც ნახავთ ჩატში და აღწერაში. ასევე შეგიძლიათ დამუსცადოთ 30 დღიანი თანხის დაბრუნების გარანტიით. თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ გააუქმოთ. თუ გამოიყენებთ QR კოდს, რომელიც აქ მაქვს, მულზე გადასვლა არც კი დაგჭირდებათ, უბრალოდ დაასკანერეთ და გადადით. და რაც თავარია, ამით არხს და ჩვენს მუშაობასაც უჭერთ მხარს. თავს იცავთ და ჩვენს გვეხმარებით. ეს ყველასთვის მომგებიანი სიტუაცია. აბათ. მაგრამ მე ვინ აბრუნებს მას ერთი თვის შემდეგ? ყველა იტოვებს. მოდი რა სისულელია. რატო უნდა გააკეთო ეს? კარგი, ესპანეთი 80-იან წლებში განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყო. გაცოთ, რომ ესპანეთში კაუდილიოს რეჟიმი იყო, რამდენიმე წელია რაც ის დაეცა. 82-ში ესპანეთი ნატოში შევიდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან გაყოფილი, ძალიან დანაწევრებული ქვეყანა იყო. და ძალიან ეშინოდათ ტერორიზმის, განსაკუთრებით კი ეშინოდათ, რომ შეიძლება მილიტარისტები გამხდარიყვნენ, მილიტარისტული პოლიტიკის მხარდაჭერა დაეწყოთ. ისინი უკვე ამას გადაუტანიათ, ესე ვთქვათ, უკვე ეს გზა გავლილი ჰქონდათ. ხო, იცი, ფრანცისკო ფრანკო, როგორც არ უნდა იყოს, ესპანეთის ნატოში შესვლას ყოველთვის 1000 გვარი პოლემიკა ახლდა. ესპანეთი მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ხოლო საბჭოთა კავშირი რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი გოთობს რეიდს და ვაშინგტონს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. რა თქმა უნდა, გაეროს შიგნითაც დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ ეს ბუნებრივია. თუმცა ამაზე შორს საქმე არ წასულა. გენერალ კაპიტინის კაცრი საპროტესტო ნოტა. იმიტომ რომ
1986 წელს საბჭოთა კავშირი კარგ პერიოდს ნამდვილად არ გადის. იმ დროს ხელისუფლებაში გორბაჩოვია, ანდროპოვისა და ჩერნენკოს ორი ხანმოკლე გერონტოკრატიული პერიოდის შემდეგ, რომელიც იწყებს ფიქრს საბჭოთა კავშირის ევოლუციაზე, ცვლილებაზე. და მას არ აქვს სურვილი, რომ ლიბიაზე დაიწყოს კამათი. ამიტომ აკეთებს იმას, რაც საჭიროა, მაგრამ რეალურ ქმედებებზე არ გადადის. რა ხდება 1986 წლის შემდეგ, დორადო კანიონის შემდეგ? მოხდა ის, რომ ლიბია კვლავაც იგივე რჩება, ეს მაგალითად situation room-ის სურათია. შეხედეთ ტელევიზორს. ჯერ კიდევ შავ-თეთრი იყო, არა, ფერადი იყო, მაგრამ მე მახსოვს ჩემი ბებია ბაბუის ტელევიზორი, სადაც უნდა ამდგარიყავი და თითით არხები შეგეცვალა, 6 არხი. ეს ნამდვილად სხვა სამყარო იყო, ავეჯიც ესეთი იყო. მერე იქ შიგნით ყველანი სიგარეტს ეწეოდნენ, როგორც გიჟები, ეს სულ სხვა ეპოქა იყო ბატონებო. ცოტა ნოსტალგია, ცოტა სევდა. თუმცა ყველაფერზე არა. კარგი. 86 წლის შემდეგაც ლიბია აგრძელებს საერთაშორისო ტერორიზმის ხარდაჭერას. გახსოვთ ლოკერბის ტერაქტი. პანემის 103 ნომერი რეისი სკოტლანდიის თავზე აფეთქდა 88 წლის დეკემბერში. ამიტომ ლიბიის მიერ დაფინანსებული ტერორისტული ქსელები ისევ აქტიურობდნენ. ლიბია იარაღს აძლევდა ყველას 80-იან წლებში. ეს ნამდვილად იყო ბოროდის სახელმწიფო, ნამდვილი ბოროდის სახელმწიფო. ისინი ჩრდილოეთ კორეასაც კი უტოლდებოდნენ, მაგრამ იმ წლებში გასაგებია დამოდის ფილმი Delta Force ალბათ. ნორისი, რომელიც შემთხვევით სწორედ ამ ტიპის სიტუაციებზეა შთაგონებული, გადაცებები, ტერორიზმი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, გარდაცვლილი ჩაკ ნორისი, ყოველთვის საუკეთესოები მიდიან, ხოლო ყველაზე ცუდები ყოველთვის აქ რჩებიან. და ერთი მახსენდება, არა, როგორც ამობენ ბადუნზე, არა ის რომ ჩაკ ნორისი მოკვდა, უბრალოდ მას დახმარება სჭირდებოდა. გმადლობთ. ერთხელ მოვისმინე გამონათქვამი. ხორცი ისევ დიანია და მას არც ქრისტე ეკარება. კარგი. ოკეი. 88-ში ისევ უბრუნდებით ამ საკითხს, რადგან ლოკერბის შემდეგ შეერთებული შტატები იწყებს ლიბიის დადანაშაულებას ქიმიური იარაღის წარმოებაზე მუშაობაში. სინჯარა ჩვენ შორისაა, ჩვენთან ერთად ცხოვრობს და იბრძვის. არა, ასე შორს არ მიდივართ. მაგრამ ხდება ის, რომ გედაფი არ არის ადამიანი, რომელიც ნებდება. გედაფი ამბობს, თუ შეერთებული შტატების ცდის, ის პასუხობს. ამიტომ არის გარკვეული დაძაბულობა, გედაფიც კი არ ეპოება შეერთებული შტატების მუხარებს და ისევ 99 წელს ავიამზიდი კენედი უახლოვდება ლიბიის სანაპიროებს საერთაშორისო წყლებში. მოდის 2 მიგოცი 3 და F-14-ები ისევ აგდებენ მათ. ასე რომ 80-იან წლებში F-14-ებს ხმელთაშუა ზღვაში საქმე ნამდვილად ჰქონდათ. Top Gun M1 სინამდვილეში იწყება სიტყვებით სადღებით სადღაც ხმელთაშუა ზღვაში. მათ ბევრი რამ აიღეს რეალური ისტორიიდან და ბევრი რეალური ფაქტიდან, მათ შორის F-14-დანაც, მათ ნაკლოვანებებზეც კი. საქმე იმაშია, რომ ფილმში მათ გამოიგონეს ცნობილი MiG-20 რა იყო 25-27, ანუ 1000-ობით ეს ცნობილი MiG-25-27-ებია. MiG-28, რომელიც არასოდეს არსებობდა, კარგია რომ შეგვიძლია დაახლოებით იგივე სურათი შექმნა ასე. უნდა დააწყო ერთმანეთზე, როცა საერთაშორისო დიპლომატიას აკეთებ. დიახ. შებრუნებული ფრენა რა ესე. მაგრამ ჩვენ მართლა ძალიან არაპროფესიონალები ვართ, როცა ესეთ რაღაცებს ვაკეთებთ. არა, შენ ძალიან პროფესიონალი ხარ, არაფერი უფრო პროფესიონალური. არა, შენ იცინი ამას. და შენ შეგიძლია მე გავმართე რამდენიმე შემიძლია ვთქვა კერძო კონფერენცია EUTOS წარმომადგენლებთან და ისინი რას აკეთებენ? ისინი ძალიან ხშირად იტანებენ როგორც მოდელებს, ასევე, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოებს, რათა ცალკეული ტექნიკა ამოიცნო. და მართლაც სასარგებლოა რომ ყოველთვის ფალცი მქონდეს, რადგან ასე ნյութებს ამოიცნო. რადგან დღევანდელი მოდელები უკვე წარმოუდგენლად დეტალურია, თუნდაც კოკპიტი შიგნით თუ ვინმე სწრაფად უნდა ამოიცნოს, გარწმუნებ რომ თვალწინ რო კონდეს, ძალიან გეხმარება.
ფოტოები და მოდელების სილუეტების ამოსაცნობად, თუნდაც მანძილზე სამხედროებიც იყენებენ. გამოდის? იყო შვეიცარიის არმია მოძებნეთ ვიდეო, ეს ძალიან საინტერესოა, ძალიან მარტივი კომპიუტერი ტანკისტებისთვის, რომელიც შვეიცარიის არმიამ შექმნა. სადაც ფაქტობრივად შენიღავი მოდელში კამერით დიორამაში და მოძრაობდი და შენიღავი კაბინაში. და კაბინა პრაქტიკულად იმეორებდა ტანკის მოძრაობებს. ყველაფერი მაკეტის სახით იყო გაკეთებული და ეს მუზეუმი ჯერ კიდევ არსებობს შვეიცარიაში, ეს ტანკის სიმულატორი შვეიცარიაში გაკეთებულია პლასტმასის მაკეტით. ეს არის 70-იანი წლების რამე. აი, მაგრამ სხვანაირად არაფერი ჰქონდათ. არ ჰქონდათ ის ელექტრონიკა, რაც ჩვენ გვაქვს, არც ის სიმულაციური სისტემები, რაც ჩვენ გვაქვს. სიმულატორები 70-იან წლებში მივხვდი, რომ ისინი მიჩვეულები იყვნენ აპაჩს, ცეცხლის წვიმას და ასეთ რაღაცებს და ასე შემდეგ. მაგრამ 70-იან წლებში ასეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რაც დღეს რო იფიქრო, აბსურდულია. შეხედეთ, აი, ამას აკეთებდნენ 70-იან წლებში. ეს არის ტანკისტი მანქანის შიგნით, რომელიც რეალურად მოძრაობს უზარმაზარ მაკეტზე, რომელიც ყველაფერს ასახავს. ამიტომაც ის სილუეტები, ვიზეც ის ისვრის და ასე შემდეგ, ყველაფერი მაკეტებია, რადგან მაკეტის ხედვას ასახავს. რა მაგარია? რა გამონგონებლობაა? ეს არის ტანკისტის ხედვა მაკეტში. ეს ისეთი რამეა, რაზეც ფუის დახარჯვა ღირს, არ ვიცი. დიორამა გავაკეთე. ეს დიორამა, სადაც შენ მოძრაობ მოდელის ხედვით, პრაქტიკულად. მაგრამ დაფიქრებულ ხარ, რომ დღეს ნაკლებად დაფრინავენ. ყველაფერს ნაკლებად აკეთებენ. ყველაფერი კომპიუტერით კეთდება. ყველაფერი უფრო ცივია. ეხლა ჩვენ თვითფრინავებსაც კი აღარ ვავითარებთ ფრენით. ეს იმიტომ, რომ არსებობს კომპიუტერული სითხის დინამიკა, რომელიც გაძლევს საშუალებას ეკრანზე ნახო, როგორ იქცევა თვითფრინავის აეროდინამიკა, მაგრამ კარგი, ეს ყველაფერი რთული. მაგრამ ხედავ, როგორ ნელა განვითარდით. კარგი, 1999 წლის თემას ვამთავრებ და მერე გადავიდეთ უფრო საინტერესო თემებზე. მოდი აქ გავჩერდებით. 1999 წელს ეს დაპირისპირება 2 მიგოს და 3 ჩამოაგდეს თავმკეთებმა. აბჭერდებით, რადგან 1999 წელი. 1999 წლის 9 ნოემბერს. მე ჯერ კიდევ მახსოვს ტელევიზორში ხალხი კედელს ჩაკუჩით უთხრამდა და ეკითხებოდნენ, რატო, რა დაბიშავთ ამ კედელმა. პატარა ვიხარ, ვეხვდებოდი. მაგრამ ცივი ომი მთავრდება, კადაფი იპოლიტიკურად იზოლაციაში აღმოჩნდა, რადგან მისი საბჭოთა მფარველი აღარ არსებობს. ის კარგავს პოლიტიკურ, სტრატეგიულ და სამხედრო მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც ჰქონდა 70-იან 80-იან წლებში. და შესაბამისად, ღია დაპირისპირება შეერთებულ შტატებთან მცირდება. იქ იცვლება ყველაფერი, როგორც ნახავ, ეგვიპტე იცდებს საერთო ორიენტაციის შეცვლას. ბლან აღარ არის ის სული საბჭოთა მხარდაჭერა. რა თქმა უნდა. მაგრამ შემდეგ გვერდზე ჩვენ ვსვამთ კითხვას. განვიხილოთ ოთახში მდგარი სპილო. რადგან აქ ხედავ ზოგჯერ კომენტარებსაც ტოვებდნენ და ბევრი საუბრობდა შესაძლო გაფრთხილებაზე. მაშ კითხვა. ლიბია გააფრთხილეს? კადაფი გააფრთხილეს? მაშ კითხვას აზრი აქვს, რადგან კადაფიმ საკუთარი კომპლექსი დატოვა რამდენიმე წუთით, 9 საათით ადრე თავდასხმამდე და ლიბიის სააერო თავდაცვა ძალიან სწრაფად რეაგირებდა. იმდენად, რომ ერთი EFA-ს 111 ჩამოაგდეს. ამიტომ არა პირველ ეტაპზე. პირველ ეტაპზე მათ მოუმზადებლად მოუსწრეს. პირველ ორ ტალღაში AGM-88-ზე 55-ით ისინი მოულოდნელად წამოასწრეს. ანუ კომუნიკაციის პრობლემებიც იყო. მაგალითად, ბენგაზის მხარეს მზადყოფნაში იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან არ დაუკავშირდნენ ასე. ამიტომაც ვერ მოასწრეს რადარების ჩართვა, სანამ მათ გაანეიტრალებდნენ. მაგრამ შენ საუბრობ საზღვაო ძალების თავდასხმის ფაზაზე, რომელიც საკმაოდ კარგად წარიმართა მიუხედავად პრობლემებისა, მაგრამ როცა EFA-ს 11-ები მივიდნენ, მათ ცეცხლი დახვდათ. როცა ისინი მივიდნენ, ცხადია მოწინააღმდეგემ ვერ გამოიყენა ყველაფერი, რადგან პირველი შეტევის დროს უკვე მნიშვნელოვნად იყვნენ დანეიტრალებულები. პირველი ტალღის დროს. გარდა ამისა, მათ შეუძლიეს უდაბნოდან, ანუ არ შეუძლიეს ზღვიდან. ასევე იყო ერთი შემოვლა, არა უმეტესობა ზღვიდან მოვიდა და მხოლოდ ერთი შეტევა იყო. გუნი ეთუსი მოვიდა სამხრეთიდან და სწორედ მათ დაბომბეს აეროპორტი. დიახ, ზუსტად ასეა, მათ სადეს ჩვენი ჩახშობა. Il-76-ები.
დიახ, სადეს და ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც. თუმცა კითხვა სრულიად სამართლიანია. და მაშინ მართალია ისიც რომ თავდასხმა ცოტა მოსალოდნელი იყო. ანუ ლოგიკურად ამერიკული მოქმედება რაღაც ფორმით მოსალოდნელი იყო, არა? შემდეგ ლიბიის სააერო თავდაცვა მზადყოფნაში იყო. ისევე როგორც დღეს ინგლისური პრესა იყო, როგორც ინგლისში ჩავიდნენ. იყო იტალიური პრესაც. რაც შეეხება ხმელთაშუა ზღვის საჰაერო ბაზებს, ხმელთაშუა ზღვაში რუსული ესკადრონული ნაღმოსნები იყვნენ. შეიძლება მათ რამე დაენახათ. იქ ყველაფერი იყო. ასე რომ ეს ძალიან შესაძლებელია, ძალიან ლოგიკურია და აქ საქმე შეთქმულების თეორიაში არ არის. არსებობს ყველა ელემენტი, რის გამოც ისინი შეამჩნიეს, მით უმეტეს რომ ისინი ბევრნი იყვნენ, საუბრობთ 28 + 28 თვითმფრინავზე, მათ შორის საწვავით მომარაგებელ თვითმფრინავებზე, საკმაოდ დიდებზე და ისინი მალტას უახლოვდებოდნენ. მალტა ხმელთაშუა ზღვის შუაგულშია. გავიგოთ, ესენი სტელსი ხო არ არიან. მართლა გვინდა დავიჯეროთ, რომ არავის არაფერი დაუნახავს. ხო, არანაირი კომუნიკაცია არ დაწყებულა რა. და მე არის იტალია. და აქ არის ყველაზე საკამათო თეორია, რადგან ათწლეულებია ვრცელდება ვარაუდი, რომ იტალიურმა წრეებმა გააფრთხილეს გედაფი. შესაძლოა კრაქსიმ კიდეც დაურეკა გედაფის. ანუ ვარაუდები ბევრია. დოკუმენტირებული მტკიცებულებები, რამდენადაც მე ვიცი, არ არსებობს. არსებობს განცხადებები, არის ბევრი რამ, მაგრამ დარწმუნებით, ჩემი ცოდნით, არ არსებობს. შემდეგ მიხარია თუ ცდები, მაგრამ რატო უნდა გაეფრთხილებინა იტალიას გედაფი? აქაც აზრი ქონდა. იმიტომ რომ არსებობდა ხმელთაშუა ზღვის დესტაბილიზაციის შიში, არსებობდა შიში, რომ იტალიას კოლაბორაციონისტად ჩათვლიდნენ და შესაბამისად ეს დააზიანებდა ჩვენს ინდუსტრიულ ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს და ასე შემდეგ. ტერორიზმის შიში იტალიაში, ენერგეტიკული ინტერესები ლიბიაში, იენი, ხო ასეა. შემდეგ იყო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთანაც, რომელიც არც თუ ისე იდილიური იყო, რადგან ჯერ კიდევ აკილე ლაუროს გატაცების დროიდან, სიგონელას დაპირისპირების და ასე შემდეგ, როდის იყო ეს? შემდეგ გაირკვა, რომ ის დონაციებს აკეთებდა სოციალისტებისთვისაც და სხვადასხვა ჯგუფებისთვის სამხრეთ ამერიკაშიც. სხვათა შორის ის ჩართული იყო მხარდაჭერაში, მაგრამ მარტო ის არ იყო. თუ კიდევ უფრო უკან დაგვუნდებით, არის ენის ჩართულობა მატეის მეშვეობით ალჟირში. და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ისე ვთქვათ, ლიბიაში არეულობების მოთმინებას და ასე შემდეგ. ვცდილობდით ფრანგების ინტერესების ოდნავ შერკევას, რომლებიც შესაძლოა ჩვენს ინტერესებში გადმოიუღრებოდა. და რა თქმა უნდა, ის იდეა, რომ ამერიკა მოვიდოდა და ჩამოაგდებდა გედაფის, რომელიც კი ცოტა შეშლილი იყო, მაგრამ მაინც მართვადი იყო, რადგან რეალურად თქვათ, მას არ ჰქონდა ნამდვილი უნარი, რომ რაღაც განსაკუთრებული დაეკეთებინა. და რომ ასე თუ ისე იყო ურთიერთობა ეკონომიკურიც და კულტურურიც. ლიბიაში ბევრი იტალიური სკოლა იყო, ბევრი მათგანი იტალიაში ჩამოდიოდა სასწავლებლად, განსაკუთრებით მედიცინის. რა თქმა უნდა. ამ ყველაფერს აზრი ქონდა, ანუ ჩვენ არ გვინდა არც კულისებში ძებნა და არც შეთქმულების თეორიებზე საუბარი. მაგრამ თუ დავფიქრდებით, რომ გედაფი მოკლულიყო, ან ამერიკული თავდასხმა ზედმეტად წარმატებული ყოფილიყო და გედაფი დაეცემოდა, ხომ არ მოხდებოდა ისე, რომ იტალიის ინტერესები ზედმეტად მძიმედ დაზარალდებოდა. გახსოვთ 2011 წელი, როცა ფრანგებს და ინგლისელებს თავში მოუვიდათ ეს მშვენიერი იდეა, გედაფი დაემხოთ ამერიკელების მხარდაჭერით. იტალია რა თქმა უნდა წინააღმდეგი იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ კადაფი კარგი იყო. კადაფი იყო ისეთი, როგორიც იყო, თავისი რეჟიმებით. მაგრამ უკვე მოხუცი იყო, უკვე იტალიაში სტუმრობდა, ანუ კადაფი თუ მართლა გინდოდა მისი მოცილება, პერიოდი იყო 70-80-იანი წლები მოიშორეს 2011-ში. როცა უკვე ყველა მიცოდა, რომ მაქსიმუმ 10 წელიწადში ის მაინც დასრულდებოდა, ბუნებრივი მიზეზით დიდად აზრი არ ჰქონდა მოიშორეს და პანდორას კუთი გახსნეს. ლიბიის თემაზე სხვათა შორის კიდევ ერთი საუბარია, მოძებნეთ და მოусმინეთ. ჩვენ ჩავატარეთ პირდაპირ ეთერი პოლკოვნიკ სტირბესთან, რომელიც ლიბიაში სამიზნების განსაზღვაზე მუშაობდა. და მარკუცისთან ერთად და ის ამბობს, მე ჩემი საქმე დავაკეთე, მაგრამ როცა ვკითხე, ვცდილობ გავიხსენო, რას ამბობდა პოლკოვნიკი სტირბე. სტირბემ თქვა, მე ჩემი საქმე დავაკეთე, მაგრამ როცა შემდეგ ვკითხეთ, არსებობს თუ არა გეგმა შემდეგისთვის, ვიპასუხეს სიჩუმით. ისევე როგორც ერახში 2003 წელს. გამარჯობა, არც შეძალია. სხვათა შორის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ვიყავით, რადგან იტალიელებს ლიბიის დოსიე და ლიბიის შესახებ გაცილებით ღრმად ცოდნა ჰქონდათ ვიდრე სხვებს.
კი, რა თქმა უნდა, მით უმეტეს რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ეს თამაში გვეთამაშა ზედმეტი ქედმაღლობის გარეშე, ყოველთვის კომპრომისზე წასვლით. შემდეგ ეს შეიძლება ვიმეორებ მოგეწონოს ან არ მოგეწონოს. მაგრამ ფაქტია რომ ლიბიამ და იტალიამ მიუხედავად მუამარ კადაფის ყველა ნაკლისა შეძლეს როგორც ჩვენ ამბობდი, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნორმალური ურთიერთობა ქონოდათ. რთული ბალანსი, რომელიც შეიძლება არ მოგეწონოს, შეიძლება არ იყოს იდეალური, არ ვამბობ საპირისპიროს, მაგრამ ალბათ ასე იყო. ლიბიის საპასუხო ზომები იყო სკოლებთან დაკავშირებით, რომლებიც ალბათ ისინი ზღვაში მოხდა სხვათა შორის. ეს იყო გაფრთხილება ალბათ. ფრთხილად იყავით გითხრეს, აი სულ ეს იყო. მაგრამ გედაფის არასდროს ქონია სერიოზულად იტალიაზე თავდასხმის ან რაიმე განსაკუთრებულის პაკეტების განზრახვა. მას უბრალოდ არ ქონდა ამის საშუალება. ამიტომ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია. კიდევ ერთი ვარაუდი. შეერთებულ შტატებს სურდათ გედაფის მოკლა, კი თუ არა? ოფიციალურად არა, ეს ყოველთვის უარყოფილი იყო, მაგრამ თუ იქ დარჩებოდა, ალბათ მაშ პირველი მიზანი მიაქციეთ ყურადღება სამიზნეების რიგი მნიშვნელოვანია. პირველი მიზანი იყო კომპლექსი, სადაც ის ცხოვრობდა და მართავდა. კარავთან ახლოს. თუ პირველს დაარტყამ, არა, არ იცოდნენ რომ ის კარავში იყო. ფიქრობდნენ რომ ის იყო, მე აღმოჩნდა რომ მან ადგილი შეიცვალა, იმიტომ რომ არასდროს იცი რომ კარავშია. იცი როგორ თამაშობდა? თითქოს 3 კარტის თაღლით თუ თამაშს აწყობდა. იცი, მე მეჩვენება საერთოდ, როცა პირველი მიზანი შენ უტევ იმ ადგილს, სადაც ზუსტად იცი რომ ის არის. და ის არის პირველი. ასე რომ ბევრად ნაკლებად აფრთხილებ, ვიდრე ყველაფერს, რასაც შემდეგ გააკეთე. სამიზნეების პრიორიტეტი, ჩემი აზრით, ამბობდნენ, რომ თუ მაინც მოკვდებოდა არა, ზუსტად. და აბა როგორ წავიდა ეს ელდორადო კანიონი. საბოლოოდ რო ვთქვათ, ეს არის ისტორია ნამდვილი ბედნიერი დასასრულის გარეშე. ასე თუ ისე ნორმალურად წავიდა. ნამდვილი ბედნიერი დასასრულის გარეშე, თანაც იყო სამოქალაქო მსხვერპლიც, ყველა სამიზნეს არ მოხვედრია დარტყმა და ასე შემდეგ. თუმცა ამ ოპერაციამ რამდენიმე რეკორდი დაამყარა და მომავალში ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა. პირველ რიგში ეს იყო შეერთებული შტატების საჰაერო ძალების პირველი საბრძოლო მისია ვიეტნამის დროიდან. სხვათა შორის ეს ოპერაცია უცხო ქვეყანაში დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოხდა. EFA-111 F-ებმა პირველად გამოიყენეს PAVTEC, ეს დამიზნების სისტემა და შედეგები სხვადასხვანაირი იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოიდგინეთ მისია, რომელიც 10,000 კილომეტრს გაგრძელდა, ეკიპაჟის დაღლილობა, პილოტირების სირთულეები, რადგან EFA-111-ის პილოტირება არ არის იგივე რაც თანამედროვე თვითმფრინავის მართვა, როგორც დღეს გვაქვს. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც ელექტრონული ომისთვის განკუთვნილი EFA-111 Raven-ი საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენეს. რაც შეეხება ASH-ს საზღვაო ძალებს, ძალიან ბევრი რეკორდი აქვთ პირველ რიგში. კარგი ტონკეტებმა ძალიან კარგად იმუშავეს, მაგრამ ეს იყო F-18-ის პირველი საბრძოლო გამოყენება, რომელიც საზღვაო ძალების high-low mix-ში უნდა ყოფილიყო. ტონკეტი იყო high, ხოლო low იყო F-18. დღეს კი F-18 განვითარდა, ის ASH-ს საზღვაო ძალების მთავარი სამუშაო ცხენია და ეხლა F-35-თან ერთად მოქმედებს, რომელიც სრულიად სხვა რამეს აკეთებს, F-35C და B. ასე რომ, არის კიდევ ერთი რამ. ეს არის ანტირადიაციული რაკეტის AGM-88 HARM-ის დებიუტი. ეს ყველაფერი მოგვიანებით ისევ შეგხვდება, რა კარგი ფოტოია. ისევ შეგხვდება 90-იანებში, 2000-იანებში და ნაწილობრივ დღესაც, გარკვეული განვითარებით. ბევრი რამ გაიმეორეს, ასევე სპარსეთის ურის ომში 1991 წელს იმაზე რაც აგაკეთდა. ძალიან დაიხვეწა EFA-111 ტიპის თვითმფრინავი, მისი დამიზნების სისტემა, იარაღებით ცოტა გაუმჯობესდა და განსაკუთრებით გამოჩნდა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს სააერო საშუალება, სააერო ძალა, თუ სწორად იქნება გამოყენებული. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბევრი იყო გასაკეთებელი. 1991 წელს ვიმეორებ, გამოყენებული იქნება მგონი მართვადი იარაღის 10%-ზე ნაკლები. მაგრამ დღეს თითქმის მთლიანად, უკვე 1999 წელს კოსოვოს ომის დროს, თითქმის მთლიანად იყო გამოყენებული. დღეს ეს არის სრული მოცულობით, გარდა ძალიან განსაკუთრებული სიტუაციების. ამიტომ ბევრი ელექტრონული ომი, მართვადი იარაღები, რომლებიც შემდგომ ომებშიც დადასტურდება. და შემდეგ შეერთებული შტატების
გლობალური პროექციის უნარი. რადგან ეს 10,000 კილომეტრიანი გზა, კარგი იქნება თუ ცუდი, მოგეწონებათ თუ არა, ყველა სირთულეებით, მაგრამ მან ოპერირების ახალი მოდელი დაამკვიდრა. და აქ ამ ეტაპზე მირკო ამბობს. მაგრამ არალედნესი არის ჩანაწერი. დიახ, იმიტომ რომ პრობლემა არ არის 5,000 კაცის გამოყვანა გერმანიიდან. არა, მოიცადე ისინი პოლონეთში დაბრუნდნენ, აღარაფერი მესმის, ბაზები ყველაზე მნიშვნელოვანია. შეერთებულ შტატებს მსოფლიოში 700-ზე მეტი ბაზა აქვს. მე ეს არ ვიცოდი, ეს არის კვლევა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი. კარგი ვამბობ ბაზებს, ზოგჯერ ისინი უბრალოდ სათვობებია, ასე რომ შეიძლება ითქვას რიცხვი ცოტა გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ბევრია. და ევროპაში ისინი აუცილებელია, რადგან ის, რაც ირანში ხდება, ევროპული ბაზების გარეშე ვერ მოხდებოდა. ამას ვერ გააკეთებ, თუ ევროპაზე გადაფრენის უფლება არ გაქვს. და როცა ამბობენ, ევროპა პარაზიტია, არ გვეხმარება, ისედაც უკვე მოვიგე, აბა რაში მჭირდება. კარგი, ესეც ვერ გაიგეს. ფრთხილად ეს ყველაფერი უბრალოდ რიტორიკა. და ჩვენ ბოლოს ვდგავართ. არა, ლეო, თუ შევაჯამებთ, რამდენი თვითმფრინავი გამოიყენეს, 3 ავიამზიდი. ასევე ტექნოლოგია, რომელიც ახლახან გამოვიდა, მათ გაანადგურეს რა 4 ილიუში. ერთი დააზიანეს, ცოტა ბატარეები, რადარი, ასე რამდენიმე ბარაკი, ხაზარმა და ასე შემდეგ. ტაქტიკურად მათ გაიმარჯვეს, რადგან საბოლოოდ მხოლოდ ერთი თვითმფრინავი დაკარგეს და 2 პილოტი კიდევ კაფსულის ეფექტის გამო. მაგრამ სტრატეგიულ დონეზე აბსოლუტურად არა. მათ არ მოუცილებიათ დიქტატორი და დაფიმ არ დაანება თავი ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხს. უფრო მეტიც გადაწყვიტა ქიმიური იარაღის თემაზე კიდევ უფრო გაემკაცრებინა პოზიცია. მე ეს რაღაც ახლად მომხდარს მახსენებს ტაქტიკურ გამარჯვებაზე, მაინც შედარებით სიმეტრიულ ომთან, რომელსაც დაფიცაც არ მოებდა. მოვიტყუებ თავს, პრობლემა არც 4-სკადი იყო და არც ლიბიური მიგები, რომლებიც დაფრინავდნენ. პრობლემა იყო ის მხარდაჭერა, რომელსაც ის სხვა საქმიანობებს უწევდა. ის სხვებს აყენებდა საფრთხეში, მაშინ როცა თავის თავს არ ისკავდა. ასე რომ, საბოლოოდ ჩანს, რომ მართვის დონეზე იმ დროისთვის ახალი ტექნოლოგიის პრობლემების მიუხედავად, როგორც კი გამოიყენეს, იმუშავა. ღირებულება არაპროპორციულად მაღალი იყო იმასთან შედარებით, რაც მიიღეს. თა, რომელმაც თაგვიშვა. მე ამას ვხედავ როგორც გარკვეული სტრატეგიების, ტაქტიკების და ახალი იარაღის სისტემების დამტკიცებასაც. ეს არის რაღაცა, რასაც ზოგჯერ აკეთებენ, შეერთებული შტატებიც ასე იქცევა. მე რაც ვენესუელაში ვნახეთ, ირანშიც ვნახეთ, თავიდანვე ვთქვი, რაც ვენესუელაში მოხდა, ეს დაეხმარება დამტკიცებას. ზოგი რა მცირე მასშტაბით იყო, ზოგი ექსპერიმენტი, მათ შორის დრონებით და ასე შემდეგ. შემდეგ ეს უნდა დამოიყენონ მეორე მხარესაც. რატომ იყენებენ ირანში ზუსტი დათვლის რაკეტებს, ფრიზას, პირველად ოპერაციულად? გგონია რომ ისინი ესეთი მნიშვნელოვანი არიან. არა, მათ უნდა ნახონ, როგორ მუშაობს, უნდა შეაფასონ, ეს არის საცდელი, ან საცდელის როლები, რასაც აკეთებენ. არ ვამბობ, რომ ეს სწორია, არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს. მე მგონი ყველაფერი თქვი, არ ვიცი რა მე ხო არ დამავიწყდა. ანუ ძალიან შეიცვალა იმ დროიდან, იმ აზრით, რომ მაშინ როცა ბისკაის ყურეში გადიოდი, ასე თუ ისე შეძლებდი მისვლა შეუმჩნევლად, დღეს არსებული ტექნოლოგიით მოძრაობაც ბევრად მეტია, ამიტომ ბევრად უფრო ადვილად შეგამჩნევდნენ. ანუ როცა ინგლისი დატოვეს ოსინთის სამყაროში, უკვე ყოველ საათში გიპოვიდნენ და ზუსტად ეცოდინებოდათ სად იყავი. ამ ტიპის ოპერაცია დღეს წარმოუდგენელია. თუ არ მოხვედი წყნარი ოკეანიდან, ატლანტიკიდან, სადაც არ გინახავენ, ცოტა იაპონურად, პერლ ჰარბორისკენ, რო გავიგოთ. დღესაც კი ესეთი კარგად ორგანიზებული ოპერაცია რო იყოს, მის მოსვლას მაინც შეამჩნევ. თუ არ გააკეთებ ისე როგორც Midnight Hammer-მა 2025-ში, როცა შეერთებულმა შტატებმა ბეორიები ააფრინა, რომ დაბომბოს ირანის სპირტული ობიექტები ნატანში და ფორდოუში, რომლებიც განადგურდა, არ განადგურდა და ამბობდა, რომ ისინი განადგურდა, მაგრამ ასე არ არის. მათ გაუშვეს ისინი შეერთებული შტატებიდან მოტყუების მისიის ფარგლებში გაგზავნეს წყნარი ოკეანისკენ, ასე რომ ყველა მიფიქრა, რომ ეს იყო ძალიან კარგად შესრულებული მისია. არა, მაგრამ ისინი სტელსები არიან და მხოლოდ ორ მიზანს უნდა დაარტყა. თუ გინდა ასეთი კამპანიის ჩატარება, ასეულობით თვითმფრინავია ჩართული, ვერ შეძლებ მათ დამალვას.
არა. არა, პირდაპირ მიდიხარ და აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო. ირანის კამპანია დაახლოებით ასე წარიმართა, რა. უკვე მივხვდით, როგორ მუშაობს ეს საერო სტრატეგიები. ცდილობენ ყველა ეფექტი, ყველა მოქმედება ერთდროულად, ერთგვარად მოახდინონ. ნებისმიერ შემთხვევაში იგივე დროს მართავდნენ ფუარცდები მცირე დროის ინტერვალით. არ ვიცი, მე არ ბოლო შენიშვნა, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია. რატო გვინდოდა ამ ამბავზე აქ საუბარი? იმიტომ რომ აჩვენებს როგორი რესურსების პლან გვახდება თუ ევროპაში ბაზები არ არის. და მაინც ბაზა გამოირენეს, რადგან ეს არაფერი, ყველაფერი უნდა გააკეთო ტანკერებით და მხოლოდ. სხვა 27 ტანკერი 22 ბომბდამშენისთვის. წარმოიდგინე ახლა რომ მსგავსი რამ გააკეთო. 2 ავიამზიდის ნათვლად ირანის დასარტყმელად 6 ან 8 დაგჭირდება, თუ გავითვალისწინებ რომ 5 მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში. ამიტომ ეს ისტორიის გაკვეთილი უნდა დაიმახსოვრონ განსაკუთრებით კომენტატორებმა. ერთი რაც ცოტა ხნის წინ კროსეტოსთან მოხდა და იმიტომ რომ აქ იგივე არ იყო. ჩვენ უარს ვამბობდით ბაზებზე, რადგან შეგვეძლო ამის დაკეთება. არ ყოფილა პოლემიკა. არსებობს პრეცედენტები, რადგან ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობები და გამოყენების წესებები. ამიტომ არასდროს მესმის ეს პოლემიკები. საკმარისია წინა შემთხვევებს გადახედოთ. მეორე ბაზებისა და მხარდაჭერის გარეშე ამერიკელებს რაღაცის მოგონება მოუწევთ. და ეს რაღაც ძალიან ძვირი ღირს. და გაითვალისწინეთ, რომ ეს ოპერაცია, ესე ვთქვათ, პატარა იყო, ნაწილობრივ ექსპერიმენტული, ნაწილობრივ იმის სანახავადაც თუ როგორ იმუშავებდა, მიზნის წინააღმდეგ, რომელიც წინასწარ იცოდნენ, რომ დიდ წინააღმდეგობას არ გაუწევდა. ეს უნდა ყოფილიყო დემონსტრაციული ქმედება, ეს უნდა ყოფილიყო დემონსტრაციული ქმედება. შლი ტერორისტების ბაზებს, კარგი. თან რომ აქ ვარ, სამხედრო ნაწილსაც გავასუფთავებ, კარგი. თუ გედაფი დარჩება, ამასაც შევეგუები. როგორც ვამბობდით, სანამ შენ გათიშული იყავი, თავდაპირველად, ამ ოპერაციაში 6 თათფრინავი, 6 F-11 უნდა მონაწილეობდეს. სარეზერვოებთან და რეგულარულთან ერთად სულ 28 გახდა. შენ საქმე უფრო მასშტაბური გახდა. მასშტაბური, რადგან მიხვდნენ, რომ დიდი სიურპრიზი არ იქნებოდა და აშეტეშოს საზღვაო ძალების ჩართვით, სხვათა შორის აშეტეშოს საზღვაო ძალებმა თქვეს, რომ იმ ოპერაციას მართვაც შეძლებდნენ F-11 და აშეტეშოს საჰაერო ძალები არ სჭირდებოდათ. მარტო უკეთესად გააკეთებდნენ. მაგრამ სამიზნის განსაზღვრა იმ დროს პავეტეკით მხოლოდ მათ ჰქონდათ. სხვა სამყაროა. გახსოვდეთ, რომ 91-ში სპარსეთის ყურის ომის დროს ბრიტანულ ტორნადოებს ლაზერული დამიზნების სისტემა არ ჰქონდათ, მაგრამ აგდებდნენ ლაზერულად მართვად ბომბებს. დამიზნებას ვინ აკეთებდა? უკანიერები თვითფრინავი, რომელსაც სამნი ვიცნობთ. ძველი, ჩემზე უფრო ძველი, ისეთი ძველი როგორც ჩვენ ყველა ერთად, მაგრამ მას ლაზერული დამიზნების სისტემა ჰქონდა. და ეს იყო კარგი გაკვეთილი, იმიტომ რომ ყველასთვის იყო. 10 ლაზერული დამიზნების სისტემა არ ჰქონდა, მას ჰქონდა ლაზერის მიმღები, ხოლო სამიზნეზე ლაზერს სხვა ამიზნებდა, რომ ლაზერული მართვის ბომბები დაგვეკდო. ასეა. და ვიღაცა იტყვის, რატო ასეთი აბსურდი? იმიტომ რომ დღეს 2026 წელია, ის ტექნიკა კი 70-80-იანი წლებისა. მე მთელი პატივისცემა მაქვს, რადგან მეც მოხუცი ვარ, მაგრამ სოფლიო შეიცვალა. მაშბადონებო, ფიქრობ ყველაფერი ვთქვით. ჯერა რომ ეს ისტორიის გაკვეთილი ბევრს რაღაცას დააგებინებს. მადლობთ. რაც შეეხება ამერიკელების ნათქვამს, ვიხევთ ნახვამდის და მადლობა. ეს თლად სიმართლე არ არის. ეს სამაგალითო გაკვეთილია ზუსტად ისე როგორც იმ დროს, აქაც ახალი იარაღების გამოცდა მიმდინარეობს. ამიტომ ბევრი რამ არ იცვლება საბოლოოდ. ის მცირე პერიოდი, ესე ვთქვათ, მშვიდობის, რაც ჰქონდა 90-იანებიდან 2000 წლამდე, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე ადგილობრივ ომს, ან ძალიან შორს ჩვენგან, ხვდებით, რომ რეალურად ის, რასაც ახლა განვიცდით, არ განსხვავდება იმისგან, რაც ხდებოდა 86-ში. მასშტაბით განსხვავებულია, მაგრამ მაინც იგივეა.
მასშტაბი და ჩართულობა განსხვავებულია. რადგან ეხლა ვიცით ყველაფერი რაც მოხდა. სიცოცხლეს სიკვდილი და სასწაულები, თუნდაც სხვადასხვა პილოტების კოდური სახელები, ან ის შეთხობინებები, რომლებიც ამ მისიაში გაცვალეს. მაგრამ 86 წელს ხალხმა ძალიან ცოტა ინფორმაცია იცოდა. იცოდნენ, რომ ამერიკელებმა ლიბიაში თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც ეს მოხდა და არ იცოდნენ ზიანის შეფასების შესახებ არაფერი. იცოდნენ ვინ ის, ვინ დაკარგა თვითმფრინავი და ვინ დაკარგა ის მეორე, რადგან ყველა ჩუმად იყო, არაფერს ამბობდნენ. არ არსებობდა OSINT წყაროები, საჯაროდ შესაძენი სატელიტური სურათები. ამიტომ დღეს გვაქვს დამოუკიდებელი შესაძლებლობა ვადევნოთ თვალი ამ კონფლიქტებს, რაც მაშინ უბრალოდ ორი პროპაგანდის მიერ იმართებოდა, არც მეტი, არც ნაკლები. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ იგივეა, მაგრამ ჩემი აზრით საზოგადოებამ ბევრად მეტი შესაძლებლობა მიიღო მოვლენებს ადევნოს თვალი. მობილური ტელეფონი უბრალოდ ვიღაც იღებს ვიდეოს. ლიბიელს 90-ში რო ქონოდა დღევანდელი მობილური ტელეფონი, ალბათ გადაიღებდა სხვადასხვა დაბომბვებს, სამოქალაქო პირების სიკვდილს და მსგავს რამეებს. დიახ, 91-ში ყურის ომმა პირდაპირ ეთერში გვაჩვენა ომი. ჩვენ მაინც ცოტათი გვახსოვს, როცა ემილიო ფედემ თქვა, რომ თავდასხმა მოხდა. და ჩანს იყო ანტისაერო ცეცხლის გასროლები. ეს პირდაპირ ეთერში გადიოდა ტელევიზიით, მაგრამ ცალკეულ ადამიანს ვერ შეეძლო ჩარევა. 91-ში მობილური ტელეფონები არ არსებობდა. მახსოვს ბონტერი ერავის სასტუმროში ღამის ხედვით, სადაც ტრასირების ტყუიები ჩანდა. 99-ში უკვე ყველაფერი სხვანაირად იყო, როცა ის ცნობილი F-17 ჩამოაგდეს, ცხადია კომუნიკაცია უკვე არსებობდა. იმ დროს პირველი მობილურები იყო StarTAC-ი. იყო Megan Gale-ის Panasonic-ი, რასაც ბევრი თქვენგანი გაიხსენებს. ნამდვილი ურჩხულები. და უკვე მაშინ უფრო ადვილი იყო ინფორმაციის გაცვლა, მაგრამ არც ფოტოები იყო და არც ვიდეოები. მერე კი ყველაფერი წინ წავიდა. 91 წლის სპარსეთის ყურის ომი დაიწყო. მერე იყო დეინტერმედიაცია. და ეს პროცესი იყო, რომელსაც ახლა გავდივართ. ასე რომ, მადლობა ყველას, მადლობა ლეონარდო ლანძარას, როცა ამ ოპერაციაზე ფიქრობთ, მოძებნეთ დამატებითი დეტალებიც, რადგან შეიძლება უსასრულობამდე ჩახვიდეთ. YouTube-ზე შესანიშნავი დოკუმენტურები არსებობს, გირჩევთ მე გაჩვენეთ რამდენიმე სკრინშოტი, რადგან სხვის ვიდეოს მოპარვა შემიძლია. The Operation Room-ის ანიმაციური დოკუმენტური, მაგრამ ასევე არის შესანიშნავი რეზიუმეებიც. რაც შეეხება თუ ნახავთ Parabellum-ზე, Blogspot-ზე და Aviation-ის ძეც, ისენიც შესანიშნავი, ძალიან კარგი სტატიებია. ამიტომ წადით და ნახეთ, რადგან გარწმუნებთ, რომ იმ დროს მომხდარი ბევრი რამ ახლანდელ მოვლენებს ძალიან გავს. და აქედან ბევრი გაყოფილის მიღება შეიძლება. ვადლობთ ყველას.